მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ მოგზაურობისათვის. დღეს ჩვენ გვექნება საუბარი როსტომ ჩხეიძის მოვიგ და ახალ ციკლზე. ეგ არის ხვედრი ცენზურა და მე-20 საუკუნის ქართული მწერლობა. წიგნი გამოცემულია ქუთაისში, გააფორმა იგი საქმის პროფესიონალმა დენგიზ რომიდაშვილმა. შესანიშნავი კარგი გამოცემა, კულტურული გამოცემა გახლა და როდესაც სოციალური ქსელის ბატონმა ელოჯა თავგაძე გვაცნობა ამ გამოცემის შესახებ, იქვე დაუხო სარჩელი. გამოაქვეყნა სარჩელი და იმ სარჩელმა მაშინვე მიიღო ყურადღება მეგობრებისა და მაშინ მოყვა დიდი გამოხმაურება, იმიტომ რომ სარჩელი მართლაც არის ცალკე აღებული, იმდენი სახელი და გვარია, იმდენი ამბავია სათაურებში გამოტანილი, რომ თითქოს ამ სამნაწილიანი წიგნის მეოთხე ნაწილია, რომელიც უფლებიანი ლამის არის ნაწილი იყოს წიგნისა და რომელიც მთლიანად კრავს ამ წიგნს და თავისთავად იწვევს ძალიან დიდ ინტერესს. ასეთი ფაქტო მასშტაბიანი სარჩელი სხვა ფაქტობრივად არც კი მოსულში მე არ დაგონდება და არ ვიცი არსებობს თუ არა და საერთოდ. ცენზურას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, მოგახსენებთ ჩემზე კარგად, რომ ოფიციალურად ცენზურას აცენზურო კომიტეტი 19 საუკუნეში დაარსდა ჩვენში და მაშინ არავისთვის დამაგული არ ყოფილა ამ ცენზურის მიზანი, დანიშნულება მისი, ქართულმა მწერლებმა იცოდნენ ვინ იყვნენ ცენზორები, იცნობდნენ მათ პირადად, მათთან ურთიერთობა შეეძლოთ, ზოგ რამეს ატყუებდნენ, აპარებდნენ, ზოგსაც ვერ, ყოველ შემთხვევაში ცდილობდნენ ხოლმე რომ მათ თავიანთი საქმე გაეკეთებინათ. დადგა მე-20 საუკუნე და საცენზურო კომიტეტი გაუქმდა, იმიტომ რომ დემოკრატიული სახელმწიფო დამყარდა, დემოკრატიული ამ შემთხვევაში ცხადია ბრჭყალებში, იგულისხმება რომ დემოკრატიული კი არა, ეს იყო ისეთი საშინელი დიქტატურა, რომ ცენზურა მაშინ იყო თუ იყო და მაშინ იყო რომ ყველგან და ყველაფერში ყველაფერს რომ ხედავდა და არაფერს არ გამოტოვებდა და არაფერი არ გამოეპარებოდა, ესეთი ძალიან სასტიკი, ძალიან დაუნდობელი, ძალიან უმობელი ცენზურა იყო, ყველგან ეძებდა, პოულობდა და იბრძოდა მწერლების წინააღმდეგ, უშუალოდ ადამიანების წინააღმდეგ, პიროვნებების წინააღმდეგ, იბრძოდა მათი ნაწარმოებების ცხადია მთელი შემოქმედების წინააღმდეგ, ნაწარმოებებში რაღაცა ნაწილების წინააღმდეგ, ხან ფინალს ამოიღებდნენ, ხან შეცვლიდნენ, ხან ეპიკა, ერთი სიტყვით იყო საშინელი და გამოშებული ბრძოლა და მაშინაც კი ასეთ პირობებშიც კი ქართველი მწერლები ყოველთვის ცდილობდნენ და ხანდახან მაინც ახერხებდნენ რომ მოეტყუებინათ რამენაირად ცენზურა. ეს ამბები არის ამ წიგნში მოთხრობილი ძალიან შეიძლება ითქვას დაწვრილებით, ცალკეულ პატარ-პატარა ეპიზოდებად. ეს ეპიზოდები თითოეული არის თვითკმარი, დასრულებული, თავიდან ბოლომდე თავისი სიუჟეტი აქვს, კომპოზიციურად შეკრული, ასე რომ ცალ-ცალკეთ შეიძლება ყველას წაკითხვა და ყველა ერთად არის შეკრული და ერთიანად ერთ მთლიან სურათს ქმნის და ამ სურათის შემადგენელი ნაწილი არის თითოეული მათგანი. ბატონ როსტომ ახლა როგორც ჩვენია ისე რა თქმა უნდა ყველაფერს ამას ცოდნით წერს, ეს საკითხები იცის, გამოყურებული აქვს, თვითონ აქვს ნაძებნი, მოყურებული, ასე ვთქვათ, გამოქვეყნებული, გამომგზავრებული, ისეთი ამბები, რაც ჩვეულებრივ მკითხველისთვის დაფარულია, დამალულია, ესეთი ამბები აქვს გამოტანილი, იცის სხვების ნაკლებიც ცხადია, სხვა მკვლევართა მიგნებული ამბები, იმათ ყველაფერს ეხება, ყველა მკვლევარს როგორც ჩვენია სახელით გვარი ახსენებს და არათუ არ ჩქმალავს მათ უარწეს, არამედ წინ წამოსწევს და იმას ეკუთვნობა და ასე მსჯელობს. აგებულება წიგნისა ისეთია, რომ კვლევა ცხადია გრძელდება და კიდევ ვინ იცის რა აღმოჩნდება და როგორ აღმოჩნდება, ესეთი აგებულება რომ შეიძლება 10 წუთს სულად უმტკივნეულად კომპოზიციის დაუბრუნდეთ, კიდევ ჩაებართოს ამას ეპიზოდები ბევრი იმედი შესაძლებელია ვფიქრობ რომ მაინც გამოჩნდეს რამდენიმე თუნდაც და რომელიც ამ წიგნს შეავსებს და დაამშვენებს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი დეტალი, ყველაფერი რაც წიგნში აბსოლუტურად ნამდვილია, მართალია, ასე იყო დოკუმენტურად დასტურდება, მიუხედავად ამისა, ეს წიგნი არ არის წმინდა სამეცნიერო ხასიათის ნარკვევი, ეს არის მხატვრულ-დოკუმენტური თხრობა,
თვითონ ავტორი თითქოს განაპირობებულია, თვითონ არაფერში არ ურევია, არ გამოთქვამს თავის აზრს, რაღაცნაირად არ ერევა თხრობაში, მაგრამ აი ყოველ წინადადებაში და ყოველ პასაჟში ჩანს მისი დამოკიდებულება და რაც მთავარია, ყველაფერი ეს მოქმედებს მკითხველზე, მოქმედებს ემოციურად. აი ხანდახან არ ვიცი, სიბრაზისგან შეიძლება პირდაპირ ფიზიკურად მუშტები შეკრას ადამიანმა. რამდენჯერმე სირცხვილისგან სიცოცხლეც კი გადამიარა, აი ესეთი სამართლებია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა და ასეთი ურთიერთობები იყო ადამიანებს შორის, ხო, ხან უმწეობის გზნობა შეიპყრობს ადამიანს. ხანდახან ესე გუღიად და გულავად გაეცინება კიდეც, იმიტომ რომ კურიოზებამდე მიდის. საერთოდ ყველაფერი კურიოზია თავდაპირველად, მაგრამ ხანდახან ისეთ კურიოზებამდეც მიდის ეს ამბავი, რომ აი პირდაპირ კრიმილს კი არა, სიცილსაც კი გამოიწვევს. მაგალითად, ვერავინ ვერ იტყვის ამ წიგნის წაკითხვის მერე, რომ არ დასწრებია და იმ სხდომას და არ მოусმენია, ვთქვათ, მწერალთა სახლში, როგორ კითხულობდა კონსტანტინე გამსახურდია ეპიგრაფს არაბი ისტორიკოსის ცნობას ეპიგრაფად უმწარმოძღვარა დამთამაშებლის ერთ-ერთ ნაწილს და აი როგორ ემოციურად რასეუბნებოდა, როდემდე ის არაბი ისტორიკოსი ამბობს, მაგრამ ამას რომ წარმოიდგინო კონსტანტინე გამსახურდია კითხულობს რა შთაბეჭდილებაც მოახდინა მაშინ იმან კითხვებზე, ვფიქრობ არანაკლებ შთაბეჭდილებას აყენს დღევანდელ კითხვებზე, როდესაც ამ ეპიზოდს ვთქვათ ამ წიგნში ამოიკითხა ადამიანი და მე დიდხანს გაყვება არჩიეს როდემდე თანამშრომლობა დოდაშვილსაც რომ გამოიხმობს და მაშინ რა ისთვის ცოცხალ ვართ და როდემდე და შეიძლება ქრესტონაფიული ტექსტიც ილია ჯავჯავაძისა გაგვახსენოს როდემდე დავრჩეს ექტიური გულში და აბადა ვინ არის პასუხის გამცემი აი ასეთი ემოციებით საფუძველი არის ეს წიგნი. შეიძლება ახლა ვინმეს იცით რა პირველ ასე აღვიქვი, მე პირადად ასე აღვიქვი, რომ შეიძლება ეს იყოს ერთგვარი გაფრთხილებაც სამომავლოდ, იმიტომ რომ რაც შევდება ქვეყანაზე მე ის არ ქრება ხოლმე მithumet ეს დასჯის ხერხები ხო თუ ერთხელ გაჩნდა ვინ იცის ყოველ შემთხვევაში ძნელად ქრება ძალიან და იქნება არის გაფრთხილება, იქნება ვინმე ზედმეტადაც მოაჩვენოს გაფრთხილება ახლა ჩვენს დროში კიდევ კარგი რომ ისეთი სასტიკი არ არის ცენზურა ახლა თითქოს უფრო მეტი საშუალება, უფრო მეტი თქმა შეიძლება, თავამადაც შეიძლება თქმა რა ვიცი იქნებ, მაგრამ სიფრთხილეს ხომ თავი მაინც არ ტკივა და ამიტომ ყოველთვის უნდა ვიყოთ ფხიზლად ეს წიგნი ყოველთვის შეგვახსენებს ამას და თუ ამაში შევთანხმდებით რომ ფხიზლად უნდა ვიყოთ და ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაშინ ისიც უნდა ვიგუმანოთ რომ ეს წიგნი მარტო გაფრთხილება კი არ არის, აი ესე მარტო პასიური გაფრთხილება, არამედ ბრძოლისთვის, ზადყოფნისთვის, საბრძოლოდ ზადყოფნისთვის მოწოდებაც არის აგრეთვე. ეს ჩემი პირადი აღქმა და რა ვიცი, ახლა და სხვას როგორი შთაბეჭდილება შეექმნა ამ წიგნის შესახებ. მოგესალმებით, წელს პირველად ხვდებით. კარგი ხნის სინათლე ასეთი შემთხვევა შევესწარი. აკადემიკოსმა თამაზ განბელიძემ წაიკითხა მოხსენება 70-იანი წლების ბოლოა ქართულ ამბავზე. მოხსენება წაიკითხა მოსალეცოდნეობის ინსტიტუტში, შემდეგ უნივერსიტეტში და მე ვესწრებოდი ენათმეცნიერების ინსტიტუტში რომ კითხულობდა და შეკითხვა გაუსვა ლექსოლეგიაში, იყო ასეთი მოსალეცოდნეობა მოხსენება. ადრე თამაზმა გაიგება და უთხრა ლექსოლეგს ხო ის შეკითხვა ამას გაკეთდა მოხსენებაც იგივეა უთხრა. ჩვენთან მოხსენება არ არის იგივე, მოხსენებელია იგივე და იმავეს თქმა მომიწევს რომ მადლობა აი ასეთი საინტერესო წიგნისთვის, ასეთი საინტერესო ინიციატივისთვის. ეს წიგნი ფაქტობრივად ისტორიაა მე-20 საუკუნის ქართული მწერლობისა. მე-20 საუკუნის ქართული მწერლობის ამხილა საუბარი მასე ამ წიგნის გარეშე ალბათ არ იქნება სრულყოფილი და არ იქნება ოლის მომცველი. უამრავი მასალა მე სამწუხაროდ ბოლომდე ვერ გავედი, იმიტომ რომ თითოეული მასალა მოითხოვს წაკითხოს, მე ცოტა დაფიქრებას, გააზრებას და ასე შემდეგ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ბატონო როსტომ, რომ მე-20 საუკუნეში ბევრი რაღაცას კერძო ინიციატივებით ხდებოდა. ეს არ მგონია ისეთი ყველა შემთხვევაში ეს იყო რაღაც დირექტივა, ეს იყო რაღაც მიტიტება. რადგან მე მაქვს ასეთი
გამოცდილება რომ იაკობ გოგებაშვილის გამოვიდა რჩეული თხზულებანი გამოიცა 70-იან წლებში და იყო ასეთი იაკობ გოგებაშვილის ძირითადი მმართველობანი ასეთი წერილი აქვს და თავარი მმართველობანი და ილია ჭავჭავაძის სამი დღეებრივი საუნჯე აქ იყო გააზრებული სამ ბურჯად ეროვნებისა. მოგვიანებით ჩანაცვლებული იყო სარწმუნოება ეროვნული სკოლით. ილია ამბობს მამული ენა სარწმუნოება, გოგებაშვილი ამბობსო მამული ენა და ეროვნული სკოლა და ნუ ცოტა საფიქრალი განიჩინა ახლა რატომ უნდა ამოეღდო ილია იაკობს სარწმუნოება ამბობდა რომ გაუმცემელი იყო გაჯაია მან აიღო მთელი ეს წერილი 70-იანი წლებია უკვე 20 საუკუნისა და სარწმუნოება 4 ბურჯია რო თქვა იაკობმა ამოაღდო დაწერადოა 3 ბურჯია და სარწმუნოებას რაც ეხებოდა საერთოდ გოსნა მე რა ბოდიშის მოხდა მომიხდა როცა ამის შემდეგ მომიხდა მაგრამ რატომ ვამბობ აი ამას ეს ხდება 70-იან წლებში 50-იან წლებში გამოდის იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა სრული კრებული იქ 4 ბურჯია ანუ 50-იან წლებში იყო შესაძლებელი იმის დაგეჭდა 70-იან წლებში ეს უფრო კერძო ინიციატივას გავს იმიტომ რომ მე არ მგონია რამე ისეთი შესწრილი იყო რომ აი ამ კუთხით რაიმე იმდიქი ასეთი შემთხვევები გვაქვს მოდაშორის ნიკო ლორქიფანიძესთან წარქმენ ჟაბტო სიავაზე საუბრობთ აი ახლა და 4 ტომეული გამოვიდა 80-იან წლებში თავსაფრიან დედაკაც აქვს შესანიშნავი ეპიგრაფი ახსოვთ ეს ყველას რომ ჩავიარეს აკრედიაში და აღარსნახთა ის ადრე რომ მეგულებოდა უყურებდი და ასე შემდეგ. მაგრამ რას თავარია ამოშთა რომ ამას აქვს მოკვეცილი 80-იან წლების გამოცემაში ის მონაკვეთი რომელიც ერთ-ერთი მთავარი და არსებითია. ნუ დამიწუნებთ აი გასულ ამ აქედან რო იწყება გძევდება რომ არ შემიძლია გზნობაგონება შევაჩერო დიდ ადამიანებზე ისინი აღზრანეს სულის შემკუდა სურათებს და შემდეგში აღმოუჩნდებათ მათ მარგოზიანი იოვანე და ასე შემდეგ ეს ფაქტიურად ამისთვის დაიწერა ის ეპიგრაფი ეს მოხსნა ვიღაცამ განასახიერა ასე რომ ასეთი რაღაცები უფრო მე კერძო ინიციატივები მოდი ზოგჯერ ვიღაცის თამოსაწონებლად ამ რაღაც ინიციატივებს გამ ნუ ყოველ შემთხვევაში მასობრივი რომ არის და ფაქტია რომ საოცრება ხდება. ეხლა ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ ის რას განიცდიდნენ თვითონ ის ავტორები და რამდენად იყო ეს ყველაფერი საოცრად ხელისშემშლელი იმ დიდი პროცესისათვის, რასაც ლიტერატურული ცხოვრება ხდებია. თითქოს არაფერი, ეს არაფერი დღესაც არ არის ეს ის. მე ვარ ასეთი ფაქტის შემსწრე. აქ არის საუბარი ანა კალანდაძეზე. ვახტანგ ჯავახაძემ როგორი სიმამაცე გამოიჩინა თქვა შეიძლება იმ დროისათვის ხმირობას ერკვას ანა კალანდაძის შესაძლებელი გამოცემაში როგორ ამოყარა ლენინისა და მის რამდენიმე ლექსი ანუ ანა კალანდაძის 46 წლიდან 53-მდე წიგნი არ გამოუწეს სანამ არ დაწერა ლენინზე ლექსები 53-ის გამოცემაში და 57-ში შედის ესა და არა 55 და 57-ში გამოდის ხერე ვახტანგ ჯავახაძე ამოიყარა იყო თუ არა გვირობა რა თქმა უნდა მაგრამ თვითონ ანა კალანდაძე ბოლომდე განიცდიდა აი ამ ფაქტს აქაც არის საუბარი იმის შესახებ მე შევეცარი ასეთ ფაქტს რომ უნივერსიტეტში მიბრძანდა კარბატონი ანა და მეორე სართულში და პოეტი ჩამოედგება ერთი პოეტი ღიმილითა და დიდი მოკითხვით ცივად შეხვდა კარბატონი ანა არ მიესამა ფაქტობრივად ნუ გამიკვირდა რა თქმა უნდა და შემდეგ რომ ნახე ჩანაწერებში აი ამის დაობაზე რომ კითხვა დაუსვამს ამ პოეტს ღმერთო ჩემო რა კავშირია ბოშაქალსა და ლენინის ქუდს შორის და გულუბრილოდ კითხავ ამ პოეტს მორმანტკობრია იყო ასეთი პოეტი მოგესწრებათ და ბოლომდე სიცოცხლის ბოლომდე ანა კალანდაძე აი იყო აი ამ ფაქტით შეძრული რომ როგორ ასეთ კითხვა რატომ უნდა დასვას პოეტმა ეს 1950 წელს დაწერილი ლექსის გამო ესე რომ თელი ცხოვრება განიცდის აი ამას და თელი ცხოვრება ამის შესახებ ფიქრობს რა თქმა უნდა ეს ძალიან და ამდაგვარი შემთხვევები ახლა ძალიან ბევრია ბატონო
როსტომი თავად არის სპონსორი იმ დიდი ორონტრიალისა რაც ოთარჩხეიძის ირგვლივ იყო და ხდებოდა და იცი და ჩერდება თანაც თუმცა იქიდან რეკავე მე არ მოგივიდე საზოგადო ცენზურაზე ცოტა თავში გავიგო დიახ აი აქ მე ერთი საინტერესო დაზუსტება მინდა ბატონო როსტომ თქვენ ძალიან საინტერესო ამბავს ვებით გდიაშვილთან დაკავშირებით მემუარებიდან როგორ ამოაგდეს ისაუბრა საინტერესო ეპიზოდი რომელიც ეხებოდა გრიგოლ რობაქიძეს 25 წელს დაიბეჭდა ნატორში ეს არის ისტორია ქუთაისის იმდროინდელი ქუთაისის სურათი რა გეთნიერია ქუთაისის საზოგადოება რომ ქართულად დაიწყო ლექტორმა ლექციის კითხვა და საოცარი ადგილია ეს ისა და 25 წელს ნატროში დაიბეჭდა 35 წელს უკვე ამოიღეს ეს თავაცარია რობაქიძეზე საუბარი არ შეიძლება 84 წელს გამოვიდა აჭარაში ძეგლი ეხლა აზიზ ახვლედიანია გამოსავლების დირექტორი ტრიცხალაიშვილი რედაქტორი და ასე შემდეგ და შეიტანეს ეს ეპიზოდი 84-ში ოღონდ ინიციალებით შეიტანეს გრ სხვადასხვა როგორც ცოტა უფრო ადრე მოხდა ის მე მსახში ორტომეული დავით გდიაშვილისა რომელიც გამოცემულია 91 წელსში და სერგო გდიაშვილი შედგენილია და ქალბატონი ლალიავალიანი არის რედაქტორი აი ამ წიგნისა და ახაც არის შეტანილი ეს 91-ში დაზუსტებისთვის ეს ისა რედაქტორი ქალბატონი ლალიავალიანი ეპიზოდია მაგრამ ინიციალები არის როგორ ინიციალები არის ეპიზოდი ინიციალები შებრუნებით ბატონო როსტომ რეგ აქ არის უფრო გაბიდეს აქ არის რეგ უფრო დააბიდეს თვითონ და იქ არის გ აი ეს მომენტია თორემ ზუსტად იგივე ის არის გაბდოდანილი ეს უბრალოდ იმისთვის ამბობ რომ ასეთი ინიციატივები გმირობის ტოლფასად ითვლება იმ პერიოდში როცა ეს ხდება მე ერთი საინტერესო შემთხვევასთან და შემთხვევა მინდა დავშვა აქ ამასთან დაკავშირებით აქ არის რამდენიმე ეპიზოდი კონსტანტინე გამსახურდიასთან დაკავშირებით და ერთ-ერთი ეპიზოდი გახლავთ სწორედ თვალის მოტაცებაში არზაყანის არზაყანი რომ მამას კლავს აი ამასთან დაკავშირებით ეს მოგეხსენება დაკაკი ბაქრაძის თავის დროზე დაკაკი ბაქრაძის დასწრების საკითხი აკიაძებასა და ამაში რომ ის კვლელობის ეპიზოდი არზაყანი რომ მამას კლავს ეს ეპიზოდი შეაცვლევინეს შემდეგ არის ერთი ძალიან საინტერესო რა თქმა უნდა ეს იცით უბრალოდ მე მგონია რომ ეს ვერსია შეიძლება არსებობდეს რომ 1926 წელს როცა გამოვიდა მთვარის მოტაცება და განხილვა შედგა მწერალთა კავშირში ამ მთვარის მოტაცების შესახებ ძალიან კრიტიკული გამოსვლა ჰქონდა მიხეილ ჯავახიშვილს მიხეილ ჯავახიშვილმა აი ეს ეპიზოდი დაუწუნა ყველაზე მეტად კონსტანტინე გამსახურდიას ლიტერატურული თვალსაზრისით ახლა ძალიან საინტერესო მე ამოვიწერე ეს თუ თქვენთვის შედგენილ და მოსაწყენი არ იქნებათ ამას იმიტომ ვამბობ რომ შემდეგ როცა ეს წერილი მიხეილ ჯავახიშვილისა გამოქვეყნდა 2002 წელს გამოსული ის რომ არის წერილები მრავალტომეულში არის ეხლა საუბრობთ აქ მე ჩაგიკითხავთ რა ამასთან მგონია რომ აი ამ შენიშვნის შემდეგ რაღაც კონსტანტინე გამსახურდი ამბობს რომ მე არზაყანის სახეში მაქვს რაღაცეები დაშვებული შეცდომები ლაფსუსები და შევეცდები ეს გამოვასწორო ეს დამეშტილია ისა გამოვასწორო შემდეგ გამოცემაში როცა მთვარის მოტაცების ნამდვილ გმირებს გაეცნობით დარწმუნდებით რომ კონსტანტინე გამსახურდია ფრესკების მაგვარი სახეების მყავარია ის ფაქტი რომ ავტორს წინასწარ მოფიქრებული არ ჰყავდა გმირები და გაზომილი არ ჰქონდა მათი მოქმედება თავს იჩენს მესამე წიგნში სადაც ამის განსავითარებლად ავტორს ახალი გმირების გამოყვანა სჭირდება ამას ყველაზე მეტად მამის მკვლელობის ფაქტი ამტკიცებს ავტორს მამის მკვლელობა არც თავიდან და არც მეორე წიგნის დასასრულს განზრახული არ ჰქონდა
თორემ ის ამაზე ძალიან დიდი ამბავს დაადრეალებდა. კონფლიქტს მამაშვილს შორის თავიდანვე წამოიყვანდა და ბოლოს სიკვდილით დაამთავრებდა. ახლა კი ასე არ არის, ამიტომ მამის მკვლელობა თამაჯერედო შტაბ-ეტილებას ვერ ახდენს. ეს გახლავთ კოსტანინის მიხეილ ჯავახიშვილისა. ხოლო განხილვაზე წეს დაგეждელია კოსტანია გამსახურდეს უთქვამს არძაყანის ხასიათში მე მას გადაჭარბება, რომელსაც თუ მოახერხე გამოვასწორებ შემდეგ გამოცემებშიო. ასე რომ შემდეგ გამოცემაში რომ შეიცვალა ეს ეპიზოდი და არძაყანი აღარ კლავს, შეიძლება იყოს სწორედ ამგვარი კრიტიკის შედეგი იყოს ეს და არა თქვათ ეს ვარი ვერსია შეიძლება დავუშვათ. მაგრამ ბევრი საუბარი შეიძლება ამ საკითხებზე, მაგრამ მე ერთი საკითხი მინდა დავსვა პატარადოსტო. დამთავრდა ეს ცენზურა. დღეს რა ხდება? აი ამასთან დაკავშირებით ეს მინდა დავსვა. რიტორიკული შეკითხვაა. არ არის რიტორიკული შეკითხვა, იმიტომ რომ მე მაქვს ასეთი ინფორმაცია და ეს ინფორმაცია არ არის ჯორის დონეზე, ეს გახლავთ ოფიციალური ინფორმაცია, რომ ამჟამად განათლების სამინისტრო ამზადებს სტანდარტებს პირველი მეათე კლასებისას და ამ სტანდარტების მომზადების პერიოდში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის პროგრამის განტვირთვა. მე ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით საუბრობ. პროგრამის განტვირთვა და ეს დოკუმენტი ამჟამად განხილვის დონეზე ლიტერატურის ინსტიტუტმა მიიღო წინაპირებში ეს დოკუმენტი და ერათხესტერების ინსტიტუტმა. ამას იმით ვამბობ, რომ განხილება საჭირო, ეს არის ძალიან მძიმე დოკუმენტი. განტვირთვა შეეხება პროგრამის განტვირთვა პრიორიტეტია ვიმეორებ და პროგრამის განტვირთვა შეეხება ძალიან მნიშვნელოვან ნაწარმოებებსა და ძალიან მნიშვნელოვან მწერლებს. ამჯერად მე არ მინდა ამაზე ყურადღების გამოხილვა, მაგრამ გაფრთხილების თვალსაზრისით მინდა ვიცოდეთ, რომ სარდება ასეთი რამ. ამიტომ არ მგონი ამას ცენზურა დავუკვათ, ეს სხვა რაღაცაა და ფრთხილად უნდა ვიყოთ. ვალდობა. ანა კალანდაძის კრებულიდან, მესამე კრებულიდან ვახტანგ ჯავახაძემ რომ ამოაღებინა ლექსები ლენინზე და სხვა კონიუნქტურული ლექსები. ანა მაშინ ძალიან შეფიქრიანებული იყო და ეთით უყურებდა. პირველად გაიცნო ვახტანგ ჯავახაძე და პროვოკატორი არ იყოს. საბოლოოდ გამოვიდა ეს წიგნი ისეთი, რომ განტვირთული იყო ყოველგვარი კონიუნქტურისაგან, მაგრამ ტელევიზიაშია გადაცემა, იკრიბებიან იქ მწერლები, სიმონ ჩიქოვანის გახსენებაა და სანამ დაიწყება გადაცემა, ჩაწერენ ბესოჟღენტმა უთხრა ანა კალანდაძეს, რომ ის როგორ იყო კრებულიდან რომ ლენინზე ამოიღე ლექსებიო და ანას გააცემა ბესოჟღენტი ეუბრევა ამას. ცენზურის ცენზორი და თავისი გეგმას ახმაურებს ამ ამბავს და გააცია და გურამასაციანი ჩაერია. თავისი ლექსები დაიწუნა, თორემ ლენინზე ისე მაღალი აზრისაა. რაც შეეხება თვალის მოტაცებიდან იმ პასაჟს კონსტანტინე გამსახურდიას არ გაუთვალისწინებია არაფერი მიხეილ ჯავახიშვილისა და არ მგონია რომ ესეც გაითვალისწინებინა. როცა ზრიად გამსახურდიამ აღადგინა ამის მკვლელობა, ეს არის სწორი გადაწყვეტილება. ეს იყო არა ჩარევა ავტორის ნებაში, არამედ ავტორის ნების დადასტურება. აი ეს მგონია. თუმცა თავისთავად ეს საინტერესოა მიხეილ ჯავახიშვილის მოსაზრება. ის წმინდა მხატვრული თვალსაზრისით, ოღონდ უკვე პოლიტიკური კონიუნქტურის გამო იყო იძულებული კონსტანტინე ეს ამოიღო. ასე მგონია. განძედა და მე ჩავერევი ხოლმე თუნდაც რომ ახლა ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებით სოხუმური ფრთის წარმომადგენლებს კალო და მარიამ მირისაშვილს ვთხოვ. მოგესალმებით. მინდა გავაძლო აზრი, რომელიც პატრიოტის მადლობას ვუხდი რა თქმა უნდა ბატონოსტომს შესაძლებელი ციგნის გამოცემისთვის, იმიტომ რომ აი თვითონ იცით მთავრეთის შექმნის ისტორია და ის მასალები, რომელიც დაიკარგა, იმდენად ბურუსით არის მოსული, რომ აი დღესაც გამოსაძიებელია, მაგრამ ვის აინტერესებს. როდესაც გორბაჩოვის მოსვლის შემდეგ ბლუმმა გადაწყვიტა, რომ გამოეცა წიგნი და გამოსცა კიდევაც ცენზურა ვესესესე და წლები არის მითითებული. როდესაც შეიქმნა, 22 წელს შეიქმნა, 22-დან 38 წლის ჩათვლით, 29 წლამდე, ხო? მე როდესაც მივედიო არქივში, ანუ ტალღაზე მივიდა გლასნას, ხო, რომელიც არც ერთი საბუთი არ დამხვდაო. 22 წლიდან 39-მდე
მოსკოვის არქივში, თავის არქივში ყველაფერი იყო განადგურებული. წარმოიდგინეთ, რა საშინელი მასალა იქნებოდა, რომ აი თვითონ არისუდეს, მათ თავად არისუდეს, რომ ამ მასალას ვიღაცა გასცნობოდა. რაც შეეხება მომდევნო პერიოდს ბაბინგოვის აზრიმინდა გავაგრძელო, რომ ზოგჯერ სამწუხაროდ რა თქმა უნდა ეს ზემოდან მოდიოდა, საკავშირო მთავრობები არსებობდა, შემდეგ ყველა ეროვნულ რესპუბლიკებში, მოკავშირე რესპუბლიკებში როგორც არსებობდა ჩვენი მთავრობები ჰქონდა ყველას, მაგრამ ზოგჯერ ეს კერძო ინიციატივასაც იჩენდნენ. მე მინდა გავიხსენებ თვითონ ბატონ დარჩხეიძეს აქვს ინტერვიუ ვისთან აღარ მახსოვს და იქ ყვება ძალიან საინტერესო რაღაცას. სააკავშირო მწერალთა ყრილობაზე ახლად გამოცემული მისი რომანი, რომელიც ეხებოდა საკოლონიო მშენებლობის კრახს, გააკრიტიკა ნიკოლოზ ტიხონოვმა, ანუ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე. ტიხონოვმა არ იცოდა ქართული. ის ვერ წაიკითხავდა ამ წიგნს. რომანი არ იყო თარგმნილი რუსულად. ანუ აშკარად ვიღაცამ აქედან, საქართველოდან მიაწოდა მას ინფორმაცია. ნიშნის მოგებითი არ, მაგრამ პრინციპში არც იმათ უფასდებოდათ ასეთი დიდი თავდადებული, იმიტომ რომ ტიხონოვი ძალიან სწრაფად მოხსნეს, არა ამის გამო, არამედ რაღაცა სხვა ბრალდება ჰქონდა, რომ კარგად ვერ ატარებსო რეფორმებსო და მე აღმოაჩინეს, რომ თუმცა პარტიის წევრი არ ყოფილა და დანიშნეს ფადეევი, რომელიც 39 წლიდან იყო პარტიის წევრი და უფრო სათანადო, რომელსაც მე თავი მივიდა სხვადასხვის. მაგრამ საინტერესო არის გაგრძელება ამისა, რომელსაც ბატონი უთარი იუმორით ყვება. ეს იგი მეორე დღეს გაზეთ კომუნისტში პატარა წერილი დაიბეჭდა ბიზინა ჩხეიძის, რომელიც ამბობს მე ის არა ვარ, მე ოთარ ჩხეიძე არა ვარ, მე ის არა ვარ, ვინც გააკრიტიკაო ტიხონოვმაო, მე სხვა ვარო რომან ფეროს ავტორი ვარ მე. ანუ რამხელა შიში იყო, წარმოიდგინეთ, რომ ამას შეეშინა ბორის შხეიძის, რომ დაიჭერდნენ, წაიყვანდნენ სადღაცა და მე მიდი და ამტკიცე, რომ მას არ დაუწერია, ხო? ის რომანი, რომელიც ტიხონოვმა თვითონ თავად ტიხონოვმა გააკრიტიკა, რომელსაც დარწმუნებული ვარ, იმ დარბაზში არავის არ ჰქონდა წაკითხული. აი, ასეთ სიტუაციაში რა თქმა უნდა, ის საინტერესო პასაჟები, ეპიზოდები ჩვენი მწერლების ნაწარმოებების შექმნის ისტორიიდან, რაც ბატონ როსტომს აქვს მოყვანილი, ძალიან საინტერესოა. არც თვითონ ბატონი როსტომი აცხადებს და არ აქვს პრეტენზია იმაზე, რომ ეს არის სრულყოფილი მასალა. რა თქმა უნდა, სხვა მასალებიც არსებობს, მაგრამ რა ვიცი, თვითონ ბატონი როსტომი თუ მოინდომებს და მეორე გამოცემაში თუ თვითონ შეავსებს ამას, რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება, მაგრამ პრინციპში ეს არის ძალიან კარგი წიგნი აი სტუდენტი ახალგაზრდებისთვის, იმიტომ რომ რომელ ეპოქასთან და განსაკუთრებით მე-20 საუკუნესთან დაკავშირებით, თუ კი აი რომელიმე წერის ნაწარმოების შექმნის ან გამოცემის ისტორიის ჩახედვა მოინდომეს, ეს არის რა თქმა უნდა ძალიან კარგი წიგნი. ასე რომ დილოცავ ბატონ როსტომ და წარმატებით გისურვებ. ზოგიერთ ეპიზოდს გავიხსენებ ისტორიიდან, მართლა კურიოზული რო იყო და წარმოუდგენელი ვითარება იყო. მიწერია ვამბობ კიდევაც, რომ ეს რო იყოს ხატული წიგნი, ეს იქნებოდა სახალისო საკითხი, როგორც აბსურდის გამოხატველი და აღტაცებული დარჩებოდა ყველა, ჩემით რომ ეს რა დაუშლეტელი ფანტაზია და რა წარმოსახვა აქვს. ეს არის დოკუმენტური მასალა და ის რაც ხდება ეს კურიოზები, ეს არის რეალობა სულ ყველაფერი. ეს რომ სახალისო არაფერი, ეს არის ტრაგიკული წიგნი და ხშირ შემთხვევაში ხშირ თუ არა ისწრებდათ ტრაგიკულად მთავრდებოდა. აი აქ არის ერთი ეპიზოდი მოყოლილი აკაკი ბელიაშვილის მოგზაურობა საფრანგეთსა და ამერიკაში. თავის დროზე ეს წიგნი დაიბეჭდა, წიგნი კი არა, ნაკლებად დაიბეჭდა. საფრანგეთის ამბები არ იყო მოყოლილი, იყო მარტო ამერიკისა, თუმცა საფრანგეთიც უნდა ყოფილიყო. გაგზავნეს ძმა ყავდა, ძმა და მისი ძმა იყო საფრანგეთში, მისი უახლოესი ნათესავი, ცოლის ძმა გიორგი გამყრელიძე
ამერიკაში და უშიშროებას უნდოდა რომ იქნებო იმუშაო და გადმოიბირო ეს ადამიანებიო და აკაკი ბელიაშვილი დაპირდა და ის აგებლანეთი წავიდა საფრანგეთში წავიდა ამერიკაში დაბრუნდა და უთხრა რომ არაფერი გამოვიდა ვერ გადავიბირეო ამის მინაპატიებდა მოუწყეს ავარია და მეუღლესთან ერთად ის დაიღუპა ამას შენის განაცვიცოდი რომ ეს იყო უშიშროების მიერ მოწყობილი ადულავანიანისგან ვიცოდი რომ ეჭერავის არ ეპარებოდა რომ უშიშროებმა მოაწყო და მე აღმოჩნდა პირადი წერილი გრიგორ რობაქიძისა რომ საქართველოსთან ჩამოდის ამბებიო რომ მოკლუნიაო აკაკი ბელიაშვილიო და გავიდა ხანი და ეს წიგნი გამოქვეყნდა რუსულად ნიშნენზე გამოსცა წიგნი და არა ნარკვევი და იქ არის არაერთი ადგილი ამოღებული რაც მაშინ რა თქმა უნდა რასაც საბჭოთა ცენზურა არ გაუშვებდა ამერიკაზე კარგად რაც უწერია ის ყველაფერი წაში გაუბედურებული რაღაცა ნამსხვრევებია წიგნისა გადარჩენა ასეთივე მოუწყეს ასეთი ამბავი მოუწყეს იყო ასეთი ანატოლი კუზნეცოვი რუსი წერალი დარჩა უცხოეთში ითხოვა თავშესაფარი და ისიც მოკლეს იმასაც მოუწყეს ავარია და ის გამოვიდა და თქვა რადიოში რომ საბჭოთა კავშირშიო ცენზურა თუ არ გაიარა წიგნმო ის წიგნი არ გამოიცემაო და გრემ გრინი იყო მაშინ აღიარებული წერალი სოციალისტი რომელიც აქ ითარგმნებოდა და იმათქო როგორ უკაცო ეს როგორ შეიძლებაო რა ცენზურაო განაცხადა წერლება რომ არ გვიდა ცენზურა და ეგ იქნებაო როგორ თურმეო საბჭოთა კავშირშიო ზოგიერთი წიგნიო ზოგიერთი წარმოუდგენელი იყო წიგნს ბოლოში ეწერა 200 უფლება ეძლევა ეს თუ არ ეწერებოდა ის დამთავრებული იყო ისე ამ და ერთ ეპიზოდს მოგიყვებით ესე ცოტა სახალისო ეპიზოდია ოთარ ჩხეიძის ჰქონდა ასეთი პიესა ძველი რომანსები რომელიც ფინალშიც ახალგაზრდა ქალი იკლავს თავს შეაცდენენ და ამას ვერ გადაიტანს და თავს მოიკლავს და სვეტაშორის მარჯანიშვილში უნდა დადგმულიყო ეს პიესა და იქ ვერ იყო ანჯაფარიძე თქვა რომ ესეთი მიამიტობა არ გამიგიაო როგორ შეიძლება ამის გამო ქალმა თავი მოიკლას არ დავთავრე ეს მარჯანიშვილში ეს აღარ დაიდგა მაგრამ სამაგეროდ სოხუმში აზურ ქუთათელაძე და ზურაბ კანდელაკმა გადაწყვიტეს რომ დაედგათ ეს პიესა და უკვე სახეობები უკვე მუშაობენ უკვე მიყვანილია ბოლომდე და გონიათ რომ ფორმალობა უნდა გაიაროს რა თქმა უნდა მთავრეთის ხელში რომელიც არ არსებობს თავრით არ არის მაგრამ მთავრეთის გარეშე წარმოუდგენელია კულტურის სამინისტრო მთავრეთმა განაცხადა უარი არ შეიძლებაო რომ თავს იკლავდესო კონკავშირელი ახალგაზრდა ქალიო და შესთავაზეს თავის ვერსია რომ თუ ძალიან უნდაო ჯებრიზე შედგეს მაგრამ უნდა მოვიდესო ამ კონკავშირელიო ჯობია პარტიულიო ჩამოიყვანოსო აუცნასო თავის მოკვდა არ შეიძლებაო ჩააბასო სოციალისტის რომანშიო ჩეჭიფშიო მე შეხვდება კათეშობილი ახალგაზრდა კაცი მოიყვანოს სულათო და ესო ვერსია შეიძლება სხვა იყოსო მაგრამ თავის მოკვლა არავითარ შემთხვევაში ოთარ ჩხეიძე თავს გაუგრებული ხლა რომანები ეწყო სახში გამოუცემელი და მოთხრობები წერილები მაგრამ აი პიესა იფიქრე რომ ხა პიესაზე გავქნათ სახეობებმა იმუშავეს მარტო ვერ რომ ეხებოდეს უას მიტყოდი მაგრამ აი სახეობებს რა ქნას არიცის და ასო პიკრაზე აი გონება ვახვილი კაცი იყო და ერთი ხრელი იპოვა კამერში ეხლა რა ხდება როცა ხელს მოაწერს თავлити ძიმეს ვერ შეცვლა მოგესალმებათ ერთ ძიმის შეცვლა შეიძლება შეცვალოს წიადადება და თუნდაც უწყინარი იყოს სიტყვის შეცვლა არ გაპატიებ ხალხური თვალსაზრისით რომ დაუსაბუთო რომ აქ პოლიტიკური არაფერი არ არის არ გაპატიებ შეცვლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ვერ რასაც ეს ხელს მოაწერს ვერ ჩაამატებ ვერაფერს მაგრამ ამოღება შეიძლება გინდა შეგიძლია გინდა ამოიღო გვერდებიც რომ ამოიღო არ შეგედავება თავлити ამის უფლება გაქვს ამიტომ შესთავაზა ოთარ ჩხეიძესო დაურთევ რაც გინდა რომ გადახტება ეს ქალი რომ გადარჩებაო და მე ეს მოხსნის რომ რეჟისორიო იმიტომ რომ თუ ეს გადარჩა მაშინ ინგრევა ყველაფერი კარგი ოთარ ჩხეიძე დაურთო იმიტომ რომ აი იცოდა რომ რეჟისორი ამას მოხსნიდა დაურთო რომ ეს გოგო ხტება ტყვაში რამდენიმე ბიჭი დაინახავს და გადაყვება
ერთი ვინც შეაცდინა ის არის და ის ამოვიყვანს მაინც და მაინც და იფიქრებს რომ აი ეს როგორ შევაცდინეო და იქ შევყვარდებოდ კიდე ერთმანეთი ხელახლა ამას აძლევენ ხარში მასშტაბის შესაძლო მოვა მასშტაბი ორგანიზაცია იყო და მეტად ჩამოკიდებული რომ გადაარჩინა იქ კონცერტს გადაიხდიან ეს თქო ძალიან ბედნიერად თავდება მიიტანეს ეს ფინალი და იქ თავრიჩი კითხეს რომ რაკენით რომ გადაარჩინეთო პერსონაჟიო და ასო ფიქრაზე პერსონაჟი გადავარჩინეთ მაგრამ ავტორი მოკალეთ მაგრამ დადგა ანზო კუთათელაძე ფინალი მოხდა ეს ხდება ხარში და დავთავდა იღუპება ვერაფერი ვერ უთხრეს ამავე აქ თავდა შემოუწოლეს უთა შეიძლება რომ პიესო თეატრში დაუდგითო ჩავდა თეატრში ინფინა თავრიჩი რეკაკრე უკვე სამიწროში რა ფინალიც იყო ეს გავთავდება ეს როგორ გადახდება წყარში გადაყვება რამდენიმე ბიჭი ამოყავდა მაყურებელი არის გაოდრებული აი წყოს მაყურებელმა სიცილი იმიტომ რომ მიხვდნენ რომ რაღაცა აცნებები რა წარმოიდგინე რომ ლოგიკურად ყველანაირად ეს უნდა დაიღუპოს ეს გოგო კონკურსირებია მაგრამ მაინც უნდა დაიღუპოს ეს რაღაცა ისე არ არის და იცინის და ოთარ შეიძლება პრობოდო რომ საწავსული ყავი რაღაცა ამოვედიოდა ის სიცილი მომდევდაო ხუშიოდა ის მიხაროდაო რა კარგი მაყურებელი ყავს გადის ხანი და რუსთავის თეატრმა გადაწყვიტა რომ დავდგავთო და ჩავიდა შეშფოთებული გასაპირებთო და არა ისო მოხსნები მაგ ჩვენა რომ გადახტებაო დამთავრდება ისე იქ დამთავრდება ეს გამოგზავნოდა მე კიდე მოგიყვებით ასეთი ვიზა რომ სახარისოა თვითონ მაგრამ წარმოიდგინეთ აი აქ როგორ იხატება ამ ერთ ეპიზოდში თელი საბჭოთა ეპოქა. ძალიან ტრაგიკული ეპოქა და თან ტრაგიკული და თან ესეთი სასტიკი ეპოქა ისე ვილიამ ახსენდება რამოდენადაც სურათია კარგი, მომოდენად საძაგელია ნამდვილი, რა იყო, რას ამბობდა და რას აკეთებდა სინამდვილეში რა სჭირდება. სოხუმის თეატრი ვახსენეთ და აღარ მოვეშვათ სოხუმს ისევ სოხუმური ფრთის როგორც ბატონაროსტობა და გორბაცარომადგენელი მარმინტურა. გაგიგებდეს როსტომ ჩხეიდისგან, მაგრამ მართლა გამორჩეული წიგნია გამოცემის კულტურით და არ შემიძლია განსაკუთრებული მადლობა არ უთხრა ბაჩის, იმიტომ რომ კი არის პროფესიონალი, მაგრამ მე მგონი ერთ-ერთი საუკეთესო და არაც კი გაუკეთებია და აი სხვანაირი ხდა ვერ წარმომიდგენია, იმდენად კარგია და ზუსტად გამოხატავს წიგნის არსს. და მეგონა იქნებოდა დღეს არ და პირადად ვეთყოდი, მაგრამ აი მართლა იმსახურებს ამ მადლობას, არაჩვეულებრივი წიგნია კომპოზიციურად. იმიტომ რომ აი კონტრაპუნქტია, თითეული ამბავი არის, რა თქმა უნდა დასრულებული თვითკმარი ძალიან საინტერესო, მაგრამ არის აი დიდი ამბის ნაწილი და მაინც უწყვეტი თხრობაა და აი რაღაც მაინც განსხვავებული არა კლასიკური კონტრაპუნქტრაც მე მგონი აი მხატვრულ დოკუმენტური ყაიდის ლიტერატურას უფრო უხდება. და პლუს ის რომ თითოეულ ამბავს თავისი კომპოზიცია აქვს ასევე ძალიან საინტერესო. რაც შეეხება ავტორს მართალია თითქოს დისტანცირებულია და ესე პირდაპირ შეფასებები ნაკლებად ჩანს, მაგრამ ზუსტად ისე წერს, როგორც ახლა მოგიყვა ეს ამბავი. ანუ თითქოს არის ყველა ამ მოვლენის მონაწილე და როცა კითხულობ ამ წიგნს და გააქვს ბედნიერება იცნობდე ბატონოსნოს, მე პირდაპირ ხმა მესმოდა მაგალითად ყველა ეპიზოდის კითხვის დროს ზუსტად წარმოვიდგენდი როგორ მოყვებოდა ამას. ამიტომ ნუ აი ამ თვალსაზრისითაც მართლა გამორჩეულია საინტერესო წიგნია ძალიან. ამ ამბების ნაწილი ვიცოდით, იმიტომ რომ სხვებს ჰქონდათ აღმოჩენილი და ნუ რა თქმა უნდა ბატონოსტომი არავის ამ ღირსებას და იმას არ დაუკარგავს წყვილს და ყველას რა თქმა უნდა საგანგებოდ ახსენებს. ძალიან ბევრი ნაწილი რა თქმა უნდა მისია საავტორო უფლებით, ექსკლუზიური და ასე შემდეგ და ის სულ მახსენდება რამდენიმე წლის წინ, აი კაი რამდენიმე არა 10-15 წლის წინ თუ გახსოვთ აი რაღაცნაირი ბუმი დაიწყო უჯრაში ჩაკეტილი წიგნების გამოცემის და ძალიან ცნობილი ქართველი კრიტიკოსები და მკვლევრები ამბობდნენ რომ ქართულ ლიტერატურაში ჩვენ ასეთი ჩაკეტილი წიგნები ნაკლებად გვაქვსო. აი ისე კაფიოდ მახსოვს ეს და როგორ მინდა ახლა იმ ავტორებმა აი ახლაც გონია ახლაც მაგრამ მაშინ აი პირდაპირ ასე ამბობდნენ რაღაც და ამის რა თქმა უნდა სრული უარყოფაა ეს წიგნი, იმიტომ რომ აი თითოეული ისტორია მართლა ძალიან ტრაგიკულია და ძალიან გულში ჩამწოდომია და აი ძალიან მძიმეა.
კიდე ერთი რაღაც უნდა ვთქვა, აი რაღაცა მე-20 საუკუნე აი ცენზურის გარეშე არის წარმოუდგენელი რეალურად და თითქოს ყველას აი გვაქვს ჩვენი სტერეოტიპი, აი ჩვენი ხატები მაქვს პირდაპირ რატო იყო ეს ცენზურა დაუნდობელი. აი ლიდია ჩუკოვსკაია მახსენდება, სულ ანა ახმატოვას უახლოესი მეგობარი იყო, ფენომენალური მახსოვრობის ქალბატონი. როდესაც დაწერდა ანა ახმატოვა აი ესეთ ლექსს, რომელიც შეიძლება არ გამოქვეყნებულიყო, ლიდია სწავლობდა ზეპირად ამ ლექსებს და მე წვავდნენ ამ ხელნაწერებს. მე ამ ანალოგიით თამარ ჩხენკელის თავისუფლება ისწავლა ლანა ღოღობერიძემ და დაწვეს. ეს თავისუფლება, იმიტომ რომ საშიში იყო და რა თქმა უნდა პასტერნაკის ცნობილი გამონათქვამი, რომ ხელნაწერები არ იწვიან, ხო? ეხლა ჩვენ ქართველებს აი რანაირად უნდა გაგვიკვირდეს ცენზურის არსებობა, როცა მიხეილ ჯავახიშვილი რეალურად ერთ რომანს შეეწირა, ხო? მიხეილ ჯავახიშვილი მოკლეს ჯაყოს ხიზნების გამო და ეს არის აბსოლუტური რეალობა, ხო? მიუხედავად ამისა, აი ეს ჩემი ხატები და წარმოდგენები ცენზურაზე და მე-20 საუკუნეზე იმდენად გააფართოვა ამ წიგნმა, რომ აი ახლა უკვე აღარ ვიცი როგორ უნდა შევხედო ამ მოვლენებს. არ არის ეს რა თქმა უნდა მეცნიერული წიგნი და აღნიშნეთ ეს არის მხატვრულ დოკუმენტური ყაიდის წიგნია, მაგრამ უამრავი ფაქტია და ყველა ფაქტი არის გადამოწმებული და ამ მხრივ ბატონი როსტომი რომ ყველაზე სანდო ავტორია ვიცით და პლუს არის კიდე რა ძალიან საინტერესო, აი ლიტერატურული გადაძახილები, კომპარატივისტული რაკურსი. აი მაგალითად, როდესაც ბატონი როსტომი ლაპარაკობს გოდერძი ჩოხელის წითელ მგელზე, რომელსაც წითელი ისე მოაშორეს, რომ რა თქმა უნდა, ბოდიში არავისთვის არ მოუხდია და რა თქმა უნდა, პოლიტიკური კონტექსტი მთლიანად ჩამოაშორეს ამ რომანს, ხო? გააცამტვერეს რეალურად იქ ახსენებს ეჟენი იუნესკოს მარტორქებს. და ისეთი საინტერესო პარალელია, აი წითელი მგელი არის საბჭოთა მმართველობის სიმბოლო, ისევე როგორც ეჟენი იუნესკოს მარტორქები არის ნაციზმისა და ფაშისტური მმართველობის. ანუ გამოადგება ძალიან ახალგაზრდა მეცნიერებს. იმიტომ რომ აი არაერთი დისერტაცია შეიძლება დაიწეროს ამ წიგნიდან. არაერთი ბიოგრაფიული რომანი შეიძლება დაიწეროს. ანუ ინსპირაციის წყარო არის იქნება უამრავი ადამიანისთვის და ამისთვის ამ თვალსაზრისით რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა და აი კონტრაპუნქტის გამო მე მგონია რომ უნდა გაგრძელდეს ეს და აუცილებლად გაგრძელდება. ბატონი როსტომის ხასიათიდან გამომდინარე ის რა თქმა უნდა არ გაჩერდება ამაზე და შეიძლება უკვე დაწყებული აქვს რაღაც ისტორიები და მე ველოდები ამ წიგნის გაგრძელებას, იმიტომ რომ აი მართლა საჭირო წიგნია, იმიტომ რომ არსად არ წასულა ეს ტოტალიტარიზმი სამსახუროდ. მადლობა. ის კვლევარები მახსენეთ, რომელთაც იყენებს და ეყრდნობა ბატონი როსტომი და მათგან რამდენიმე აქაც გვესწრება. ბატონ ლევან ბრეგაძეს ვთხოვოთ. როსტომმა მორიგი შესანიშნავი წიგნი გამოსცა და მინდა მეც მომხსენოთ ორი და სიტყვა, რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო არის თვითონ საკითხი, თემა და პრობლემა. დეტექტივის ელემენტები არის უხვად და ამის გამოც არის კარგი საკითხავი და მოწყენელი საკითხავი. ტექსტოლოგია შემოდის აქ ძალიან ფართოდ ტექსტოლოგიის საკითხები და ტექსტოლოგია ჩემთვის არის ფილოლოგიის ყველაზე საინტერესო დარგი. იმიტომ რომ ტექსტოლოგია კრიმინალისტიკას გავს. ეს არის ფილოლოგიური კრიმინალისტიკა. და მე თუ ამ კვლევის შედეგებს ნოველის სახეს მივცემ, დოკუმენტური ნოველის სახეს, გამოდის ფილოლოგიური ნოველები არაჩვეულებრივი ინტერესით საკითხავი და აქ არის ეს ასეთნაირად გამოყენებული სწორედ აი ეს ტექსტოლოგია და მე არ ვიცი როსტომი იმიტომ გაამწეს ეს ლიტერატურის ინსტიტუტის ტექსტოლოგიის განყოფილების გამგეთ რომ ეს გაითვალისწინეს მისი ეს უნარი და თუ ან და არის წიგნი რომელიც უნდა ეწერა თუმცა ან ტექსტოლოგიური კვლევა არც ერთ მის წიგნში არ გვაკლია ყოველთვის არის მაგრამ აი ხან სამსახურშიაც ამ საქმეს ემსახურება თავის განყოფილებაში და
ისედაც შემოქმედებაში, თავისუფლად შემოქმედებაში და წარმოვიდგინა არაჩვეულებრივი ნოველები წარმოვიდგინა ეს ფილოლოგიური ნოველები. დიახ, ეს რა თქმა უნდა საინტერესო კიდე იმით არის, რომ აქ არის ინტერესთა ჯახი არის, ავტორი, კითხველი, გამომცემელი, იდეოლოგია, სახელმწიფო იდეოლოგია. ძალიან რთული ურთიერთობები ყალიბდება ასე დროს. ეხლა ძალიან ბევრი რაღაცის თქმა შემიძლია ამ წიგნიდან და მაინც ვარჩევ, რომ რამდენიმე მოგონება მოგახსენოთ. აქ რამდენიმე ადამიანი ვარ, თუსაც თავიდან ხონია საქმე. და ესე რედაქციაში მუშაობდით მთელი ცხოვრება და მე მაგალითად, როდესაც ის გვასწრებდა თავლითიდან პერიოდულად მოდიოდა თავლითიდან ვიღაც და აცნობდა რედაქციას თუ გამომცემლობას ახალ-ახალი აკრძალვების შესახებ. მე ასეთ სხდომას ერთად-ერთხელ დავესწარი, როცა პრაქტიკაზე ვიყავი ბათუმში, ბათუმის გაზეთში. მანამდე პრაქტიკაზე ყოფილვარ თბილისში კომუნისტის რედაქციაში, ყოფილვარ მე მახარაძე მაშინ ოზურგეთს მახარაძის რაიონული გაზეთის რედაქციაში მუშავია 2 თვე. მაგრამ არსად იქ ალბათ მოდიოდა თავით, მაგრამ ჩვენ პრაქტიკანტებს არ გვასწრებდნენ. ბათუმში ვითხრეს, რომ აუცილებლად თქვენც უნდა დაესწროთო და მართლაც აი გავესწრეთ, მაინტერესებდა, ძალიან მაინტერესებდა რა უნდა აი როგორ წარიმართებოდა აი ეს შეხვედრა თავლითის წარმომადგენელთან. და მართლაც დღემდე დავიწყარი აი რამდენიმე თქვათ აი ზოგი რაღაცა უცნაური იყო და აკრძალვის мотиваციას არ ამბობდა ყოველთვის. მაგალითად იმ დროს მე რომ ავსტრომას ვესწრებული თურმე აკრძალული ყოფილა ყინულმჭრელი ლენინის ხსენება პრესაში. და როგორ? ყინულმჭრელი ლენინი იყო ასეთი ნობელი ატომური ფილოსოფია საბჭოთა ტექნიკის ერთ-ერთი მიღწევა იგებოდა. შედგებოდა ეს ყინულზე თავისი იმძები ჩაანგრევდა, მე კიდე შედგებოდა, კიდე ჩაანგრევდა. მე ვიფიქრე მაშინ, რომ რაღაც დაემართა მეთქი ამ გემს. დაიღუპა ან რა ვიცი მე რაღაც დაემართა. და ალბათ მეთქი ამიტომ არ შეიძლება და შეიწყვინა თავი ასე ვთქვათ, საბჭოთა ტექნიკა. ალბათ ამიტომ არ შეიძლება მეთქი სულაზე მეგონა, თელი ცხოვრებაზე მეგონა, მაგრამ აი მიდერნეში ნახე და არა ის არაფერ დამართნია. არის ეს თორე დღესაც არის, არ ვიცი. ხო და სულახის ნამდვილად აი ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო ზოგჯერ мотиваციას ამოვდენ და რო ამოვდენ ამ мотиваციას ამან გამოუცა ყველაზე მეტად. მაგალითად ადრეო თქვა მაშინ ცენზორმა აკრძალული იყო ფეხბურთის გუნდების დაფინანსების საკითხი, რომ გაშუქებული იყო პრესაში. ახლა ამას დაემატა ჰოკეის გუნდების დაფინანსების საკითხიო. და იქვე მოტივი რათა ზუსტად ამ სიტყვებით, რათა არ გამჟღავნდეს საბჭოთა სპორტის პროფესიონალური ბუნება. აი ეს. ახლა ეს თქვა, ეს უარი თქვა ისე და ჩვენი მიუხვდარი ხარ. არ მიყვოს ან მიხვდეოდეთ წვა და არ მიხვდეოდეთ ჩვენი ლენისა. მაგრამ აი პირდაპირ თქვა ასეთი რაღაცა. და ახლა ხო, იბატონ, არ შეიძლება ხსენება არ ხსენება. გასაგებია. მაგრამ ძალიან ხშირად ისეთი რაღაცა ან გაიპარებოდა, ან გააპარებდნენ, რომ მე ატყდებოდა ხმაური ამაზე. თავლითში ვიბარებდნენ თავლითში, თვითონ არასდროს არ მოსულა ჩვენთან. მე სამსახური პრაქტიკანტის მაინც სხვა სამსახურებრივად მე
კრიტიკის ალმანახ კრიტიკის წელიწადში ალმანახ კრიტიკის პასუხისმგებელი დივნად ვიმუშავე წლების განმავლობაში და ასეთი რამე არ ყოფილა. არ ვიცი ასეთი გაფრთხილება ან რაღაც აკრძალვების შესახებ საუბარი ასეთი რამე არ ყოფილა. მაგრამ ხშირად გვებარებდნენ იმის გამო რომ აი ეს შეიძლება კარგი კი ბატონო წაშლი და წითელი ფანქრით შენახული მაგრამ რამდენიმე გვერდი ზოგჯერ გაგიკვირდება ვერც გაიგებთ რატო არის წაშლი ისო წაშლი მოცა ამოგეღო ორჩაგათავდა ხო და მაქვს ესეთ ჩემ კოლექციაში არის ორი აკრძალული წერილი მიდიოდა ნომერში უკვე აწყობილი იყო დაკაბადონებული იყო ყველაფერი მზად არის სტაბისთვის და იყო ეს სახელდახელო დაკინძული ფავრიტისთვის რომ იმას წაეკითხა ეს ყველაფერი და ორი წერილი იყო ასეთი ერთი გახლდათ ელიზბა რუბილავას წერილი გალაქტიონის თვითმკვლელობის შესახებ ეს კაცი ელიზბა რუბილავა მოსწრე იყო ამისი მოსწრე რომ თვითონ როცა გადმოხდა მაშინ იქ არ იყო ზუსტად მაგრამ თვითონაც საავტოფოში იყო მაშინ და დაწერა ამაზე ყველაფერი შესანიშნავი დოკუმენტური არქივი გახლავთ და ამოგვიდეს ეს და მე ეს კი შევინახე მაგრამ რამდენიმე წლის მერე თვითონ ელიზბერმა მოახერხა და სხვაგან დაბეჭდა ეს და გამოგვიდა ასე რომ იმ ჩემ კოლექციის ამ ეგზემპლარს დიდი ფასი ამას არა ზუსტად ასევე აკაკი ბაქრაძის წერილის ასი გამზადებული ამოგვაღებინეს ეს იყო გურამ ბოჩანაშვილის რომანზე სამოსელი პირველზე სათაურით იყიდე გაკიდე სამოსელი და იყიდე მახვილი სამოსელი პირველზე იყო ესეც ამოგვაღებინეს და ეს შენახული მაქვს მაგრამ მე წლების შემდეგ გაგაგებაზე ესეც გამოვაქვეყნა ასე რომ აქაც ძალიან უნიკალური არასაკეთეს ხო იმას ვამბობთ დაგიბარებდნენ კი და ამას ამოიღებდნენ მაგრამ ხანდახან ხდებოდა ეს რომ უკვე ქსელში სავაჭრო ქსელში გასულ ნომერში არ მოეწონებოდა და რაღაც თვითონაც გამოეპარა და ახლა შემდგომ დაგაფრონა აბა თავისთავად სხვა დააბრალებდნენ და ასე დროს გაზელოდნენ ძალიან და რა ხდებოდა აი ეს სხვების ბიოგრაფიაში შემიშნევია იმ წუთში სამოდროს გეტყვიან კი ბატონო ყველაფერი მაგრამ თითქოს ხო მე რა თითქოს ჩაიარა ამ ამბავმა იმ წუთში არა იმ წუთში სადამსჯელო ორგანიზებებს არ მიმართა გავიდოდა დრო და ორგანიზაციის გამოხსნიდნენ სამსახურად დახასებათ როგორია და ამის გულს როგორ შეიძლება გასწორდა იმის გულისთვის არა ცნადია სხვა რაღაცის რამდენიმე თვის შემდეგ წელიწადი არ გადასტანდა ხო ასეთი რაღაცას ძალიან ხდება ხო რა ვიცი ამ წიგნზე ლაბარაკი რა ვიცი მე და ჩვენ ყველას ალბათ ვისაც ლიტერატურა ვიყვარს და ლიტერატურული ცხოვრებაც გვაინტერესებს ამ დროს ტექსტების გარდა აი ესე მოგცა აი საზრდო სული საზრდო მოგცა როსტომამ ორი თავის შესანიშნავი წიგნი და დიდი მადლობა მას ამისათვის მადლობა გივი გაშეჩილაძემ გამოსცა ინგლისელი პოეტები და იქ თავის ლექსები შეუულია ბაირონის რამდენიმე ლექსია ერთი გივი გაშეჩილაძესა ბაირონი აწერია კიცი აწერია იეიცი აწერია უორდსვორთი აწერია და თავის ლექსები ახლა რა ხდება ზოგი პატრიოტული ლექსია ზოგი რელიგიური შინაარსის ლექსია თავის სახელით ამას ვერ დაბეჭდავდა იმათი შეიძლებოდა ახლა ინგლისს ვერ დავება შოტლანდიელი კაცი ეს შეიძლება და ქართველი კაცი რუსეთს ეს არა ამიტომ ასეთი ხერხები ასეთ ხერხებს იყენებდნენ და ასეთივე ხერხს მიმართა თამარ ჩხეიკებმა გიტანჯალი რომ თარგმნა ერთი თავის ლექსს ვერ მეჭდავდა იმ სტილისტიკით თაგორის რაბინდრანათ თაგორის სტილისტიკით ერთი რელიგიური ლექსი ვერ განასხვავებთ სხვა ლექსებისგან შეუულია იფიქრა რომ რედაქტორები ახლა ამას არ დაარებენ ორიგინალს წაიკითხავს გადაიკითხავს რაც არის ჩვეულებრივი თაგორის ლექსი
რედაქტორად დაუნიშნეს ოთარ ჩხეიძე, რომელმაც შეადარა ორიგინალს და თამაზი როცა მოვიდა ჩვენთან, უთხრა რომ ოთარ ჩხეიძემ რომ ეთქობა მე ნაკლული გამოცემა თუ მქონდაო, იმიტომ რომ 3 ლექსიო ინგლისურში არ არის. ამაზე გამოუწყდა 2 ხატრებულებიდან გადმოვიტანეო და 1 ჩემია. ოთარ ჩხეიძე მოაწერა ხელი დაიბეჭდოს და დაიბეჭდა. და ამაზე გადადიოდა გიტანჯალის კრებული და კრებულში ეს ორიგინალური ლექსი და ერთადერთი ლექსი 1980 წლამდე თამარ ჩხენკელის რომელიც გამოაქვეყნა. 80 კრებული გამოვიდა და იქ ეს ლექსი უკვე შეიტანა თავისი სახით. და საინტერესო რა არის? იქაც ვერ ელივა გიტანჯალში სტოვებს. ვერ რო გამოსცა. თავისათაც არის, იმიტომ რომ ზუსტად იმ სტილისტიკისა. ესაც ხერხები იყო. როცა თუ რუსულად არ იყო თარგმნილი, იმის თარგმნა ეკრძალებოდა. თუ რუსები თარგმნიდნენ კუპიურებით, უნდა გეთარგმნა კუპიურებით. სხვა გზა არ იყო. და რისი უფლებებიც ჰქონდათ რუსებს, აქ ჰქონდათ ჩვენ. ესეც რეალობა იყო. იგივე გულაგზე დაიბეჭდა სოლჟენიცინი, ვერაფრით ვერ დაბეჭდა კონსტანტინე ნასოფორდიამ თავისი მოთხრობა, ვერაფრით ვერ ბეჭდავდა ლევან გოთუა, ქართოს არა გიო მაღლარიას რომანი ქონდეს, გულაგზე არ შეიძლება ქართულმა დაწეროს. რუსმა შეიძლება. ემიგრანტი რუსი ემიგრანტიო, გარდაიცვალებოდა როგორი ანტიბოლშევიკის და ანტიკომუნისტიც უნდა ყოფილიყო, იმას აქვეყნებდნენ, ბეჭდავდნენ ანტიკომუნისტოს არა. დანარჩენი იბეჭდებოდა ჩვეულებრივ დისერტაციებს იცავდნენ მონოგრაფიებს. რეგულ რობაკის ხსენება შეიძლება. და კურიოზი იქამდე მივიდა, რომ ვაჟა-ფშაველას მიაწერეს ლამარი. გადაიერია გრიგოლ რობაკიძემ რომ ახლა უცხოეთშია. ხო იცოდა რომ რა სისტემაც იყო, მაგრამ იმასაც კი გაუკვირდა, იმასაც ვერ წავიდეს რა არისო, მე ვინ გამოდივარო ხალხო. დაწერეს ვაჟა-ფშაველას ლამარა, მე იყო ვაჟა-ფშაველას მოტივებზე ლამარა. გრიგოლ რობაკიძის ხსენება არ შეიძლება. ითარგმნა კარლ ჩაპეკის მოთხრობა თავის დროზე საკმაყოფილო მოთხრობა კატის ზღაპარი, რომელიც მიხეილ ანთაძეს მოწონდა ძალიან და როცა გახდა დირექტორი მოზარდ მაყურებელთა თეატრისა, ეს დადგა. გავიდა ხანი და არის საერთაშორისო ფესტივალი. და იქ უთხრეს რომ კარგი იქნება რომ ტიტრები და ადოტო ტიტრებით იყოს, იმიტომ რომ ქართულად უნდა იყოს ეს და ტიტრები ინგლისურად აუცილებლად. ახლა რაღაც ჩვენ გვეთარგმნაო, მოიძიეს ინგლისური ორიგინალი და აქედან გამოვიყენებ ციტატებს, რომ აღმოჩნდა რომ თურმე თარგმანი ყოფილა შემოკლებული, ერთი თავი ამოღებული, რატო ახლა პირდაპირ არის პარალელი იესო ქრისტესთან. პირდაპირ გულისხმება, აბა როგორ შეიძლება ახლა იესო ქრისტე რელიგიურ ამოიღეს, ის თავიც ამოიღეს, რაღაცები ამოიღეს და დაამახინჯეს. თურმე ასე გაიგო რომ დაუმახინჯებდა. ჰემინგუეი ითარგმნებოდა 30-იან წლებში ზედიზედ ერთი რომანი, მეორე რომანი, მესამე რომანი, მოთხრობები გამოდის, არის ძალიან პოპულარული. დაწერა ჰემინგუეი მისთვის რეკს ზარი, ეს არის ფრანკოს ამბები, იქ პერსონაჟები რუსებიც არიან, რუსი ჟურნალისტები, უშიშროება, მთელი ამბები და რომ თარგმნეს, მიუტანეს სტალის, რომ გავქნათ. ჰემინგუეი აღიარებული სახელია, მაგრამ რაღაცები წაიკითხა სტალინმა და კარგი რომანი იყო დაბეჭდა არ შეიძლება. და მე მთელი რიგი ადგილები ამოიღეს, აი თამაზ ნატროშვილმა შეუდარა და როგორ არის დამახინჯებული და გაუბედურებული ეს რომანი. რანაირად არის ხა? თავარი რაც არის, ისთვისაც არის დაწერილი, ისინი ამოღლი შეცვლილი, გადაკეთებული. ყოველად უწყინარი რეცენზიაც რო ყოფილიყო. ყოველად უწყინარი რეცენზია. წერილი ვერ თარგმნილი თუ რუსულად არისო თარგმნილი და ვაჭი ამ ეპიზოდსაც გავიხსენებ. ვარეღა დაიბეჭდა ლიტერატურულ საქართველოში ტომას ელიოტის ესეი უგულისებით მითი და წესრიგი ჯეიმს ჯოისი და პატრიკ ჩხეიძესა და ჩემი თარგმანი. ეს არის 1991 წელი. და მაშინ ნიკო პიასაშვილს ძალიან გაეხარდა ეს ფაქტი, იმიტომ რომ მაშინ იბეჭდებოდა უგულისზე დრო და დრო იბეჭდებოდა და მაინცსა და მაინც საკითხებს არ მოწონდა.
და კრიტიკულად გამოეხმაურნენ რაღაცა და ისე გაეხარდა თომას ელიოტით აქტოვანდა და ვახტანგ ჭელიძეს დაურეკა მადლობა გადაუხადა და კი მაგრამ ეს თუ რუსულად არ არის თარგმნილიო და როგორ დამეჭდა არ შეიძლებოდა დამეჭდა პოლიტიკურად უცხინარი წერილი მაგრამ რუსულად არ არის თარგმნილი ეხლა რა ხდება ვახტანგ ჭელიძემაც ხო იცოდა რომ ამას ადვილად არ ჩაუვლიდა რომ ეს უცხოური ესეისტიკა შემოეტანა არა და რა გაზეთის ფორმატი გაიზარდა გადაწყვიტა რომ კარგი იქნება რომ ეს ესეები ბეჭდო და მაშინ მივიდა ედუარდ შევარდნაძესთან რომელსაც იცნობდა ახალგაზრდობიდან იცნობდა კარგად და უთხრა რომ აი ესეთი ვითარებაა ეს რომ გვეკრძალებაო თუ პირწმენდად ლიტერატურული წერილები იქნებაო პირწმენდად ლიტერატურულია აი რატომ არ უნდა დაიბეჭდოსო რუსულად თუ არ არის თარგმნილი იმან უთხრა რომ რა არის ხო თუ ჩემამდე მოვიდა საჩივრებიო ჩავკეტა თუ კრემსი იჩივლესო იქ მე ვერაფერს ვერ დაგპირდებიო ისე რომ შევთანხმდით ოღონდ არ შევთანხმდებოდი აი ასეთნაირად რისკი იყო მაინც გარკვეული მაგრამ აგენა დაუბეჭდეთ რაღაცები ფოლკნერის West Point-ში დიალოგი ვირჯინია ულფის ისინი რაც რუსულად არ იყო და კოთ საინტერესო რა არის კოთ თარგმნეთ ემერსონის ერთი ესე სადაც ორიგინალში წერია პირდაპირ ღმერთი ღმერთი წერს რუსებმა თარგმნეს გონი რატო თარგმნეს გონი გასაგებია ხლა ღმერთი საიკითხავდა მაგრამ გონი შეცვალეს ღმერთი ამან როგორ შეიძლება მაშინ ახსენო ჩვენ თარგმნეთ ღმერთი დაიბეჭდა არავინ არ გამოგვედო და აი ამის გამო ჩაიარა აქ შეიძლება უჩიოდ მე კიდევ თლად კრემში არავის უჩივლია და ასეთნაირად იბეჭდებოდა და ახლა ვიღაცა ნახავს ამ თარგმანებს სიტყვის რომ ამის დაბეჭდას რა უნდა დიდი ამბავი ხო ლიტერატურული წერილები მაშინ 80-იან წლებში ჯერ კიდევ ძალიან ძიმე ვითარება იყო არც ისე იგივე წითელი მგელი გაიხსენა მარინამ ასევე თქვა გორდაძე ჩოხელის რომას წითელი მგელი წაშალის სათავე ისა სათავეში მგელი დატოვეს დაიკარგა მთელი სიმახური მამუკა ციკლაურმა დაწერა ასეთი წერილი პოეზიის წვანე დროში მარადიულის განახის სიცოცხლის განახილება წვანე გასაგებია წვანე როგორ შეიძლება დროში იყოს ან წითელი საწერეთო ან სულ და დაიბეჭდა პოეზიის დროში შვენიერი პოეტური სათაური ამის დამახა პოეზიის დროში და აი ესეთი რაღაცები ხდებოდა ანდა თქვა თავის დროზე როცა გამოსცა გიორგი გოზალიშვილმა შეთქმულების მასალა, როსტოვეცის შეთქმულების მასალა. იქ შესავალში ძალიან ცლად აქვს საუბარი, რომ რაც გააკეთესო დეკაბრისტებმა რუსეთშიო, იგივე გააკეთესო ჩვენმა შეთქმულებმა. განამან არ იცოდა, რომ ეს იყო საპირისპირო სრულად. დეკაბრისტები რაზე ედავებოდნენ იმპერატორს, ძალიან ნელა მიხავსო რუსიფიკაციის პროცესი. აი და გადაასახლეო რა ეს კავკასიელებიო შიდა გუბერნიებშიო და დროზე მოათავე. ამაზე და გრიბერდოვი ამიტომ იყო ჩამოსული საქართველოში. ამ გეგმით იყო ჩამოსული. რომ აი გადავესახლებინეთ და ამას ახლა როგორ შეიძლება ჩვენი შეთქმულები ყოფილიყვნენ გამგზავნებები დეკაბრისტების ეს იყო ორი სხვადასხვა პოლუსი. სხვანაირად ამას ვერ გამოსცემდა. მაგრამ გამოსცა და დაიჭირეს მართალია, ხო გამოვიდა ეს წიგნი. გამოვიდა აი ესე და მე როცა ვიღაც სიტყვის მე რომ აიო ვერ ერკვეოდა გოზალიშვილიო და ძალიან სკანდალი ერკვეოდა. იძულებული იყო კონიუნქტურული, ფონი კონიუნქტურული სტრიქონები იყო აუცილებელი რომ რაღაცა დაგებეჭდა. ეს კიდევ ის როგორც პარალოზის გარეშე აი 70-იან წლებში უკვე აღარ იყო აუცილებლობა თორემ. რამდენიმე კონიუნქტურული ლექსი თუ არ იქნებოდა, კრებულს ვერ გამოსცემდა. რადო ასათიანის კრებული რო იყო კონიუნქტურის გარეშე, ამიტომაც დააჭრევინა ირაკლი აბაშიძე. ესეც ყველამ უნდა იცოდეს. კი, ცეკამდე ცენზურამ გადაწყვიტეს, მაგრამ ვინ მიუტანა ენა, ვინ უთხრა, ვინ აჩვენა ეს კრებული, რომ პელადებზე ლექსები არ არის. გადაყოლკიდებას ლადო ასათია. ალბათ ძალიან ახსენეთ და რაღაც ის გამახსენდა ეს გადადგმების რომ შეშინსის სცენდა პოეზია პრობლემად ვიდრე ფაქტალი შეთქმულება აჯანყებისთვის შეიძლება გალაქტიოს ეს სულ მის მათანამედროვე ნაწილს კმედება.
იცოდა როგორ ეშინოდა ხელისუფლებას. მაინც გააქტიონის ლექსი მეთქი შეიძლება თავისი დროისთაც იყო დაკარნახები რომ შიშიზაც პოეზიას წერდა უფრო რომ მეტად იმიტომ რომ რუსულ ხელისუფლებას მე-19 საუკუნეშიც და მე-20-შეშიც თავისუფალი აზრის წერდა შიშიზაც და ამანაც თუ ათქმევინა მეთქი ვიფიქრე. ახლა ქაბატონ ნონა კუპრეიშვილს ვთხოვოთ მრავალი კარგი წიგნის და მათ შორის საშიში ინტერპრეტაციების ავტორს ეს საშიშმა ინტერპრეტაციებმა პრემიაც დაიმსახურა და მკითხველის გულებიც დაიმსახურა. როსტომის წიგნში არის ასეთი ფრაზები. გმინავენო წიგნებიო, აკრძალული, ეპიზოდები აკრძალული, სტრიქონები აკრძალული სიტყვები. გმინავენ, აი ეს ზმნა ძალიან კარგად გამოხატავს აი თვითონ იმ მდგომარეობას, როდესაც ხელს ახლებენ და ძალიანაც უხეშად იჭრებიან წერილის ჩანაფიქრში. ეს ფაქტობრივად კვლევების ტოლფარდია. გავიხსენოთ ლადო ასათიანის ისტორია და მივხვდებით, რომ შეიძლება ეს ვიღაცას გადაჭარბებად მოეჩვენოს, მაგრამ ლადო ასათიანის სიკვდილი დააჩქარა ნამდვილად მისი წინაპრების ასეთნაირად გაქრობა, მაგრამ ყველაზე საოცარი ამ ისტორიაში ჩემთვის ის არის, რომ როგორ მოახერხა იმ მაღალმა კაცმა დაერწმუნებინა ვიღაცები, რომ ასეთი წიგნი საერთოდ არ არსებობდა, რომ ეს იყო ვიღაცის ილუზია. კარგი. მე მინდა გითხრათ, აი მოგონებებზე იყო აქ საუბარი და მინდა გითხრათ, რომ 1954 წელს სოხუმში პირველი საშუალო სკოლის ეზოში დაწვეს მერჩუნელი პავლე ინგუროვას. ავტოდაფე გაიმართეს, მე ხა უკვე აღარ მიბრუნდება ენა რომ თქვა რომ ისინი აფხაზები იყვნენ, აბსურდი. დღეს უკვე ბევრი რამე უკვე ცხადია რა. დედაჩემი მაშინ ძალიან ახალგაზრდა ქალი იყო, ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობდა ბოლო კურსზე და აი როცა იხსენებდა ამ ეპიზოდს, ესეც თითქოს რაღაცა მკვლელობის გახსენება იყო, თითქოს ის მომსწრე გახდა საშინელი მკვლელობის. ძალიან ისე გულთან ახლოს მიიტანა მან ეს ამბავი. ერთი კურიოზიც ჩემი ოჯახის წევრთან დაკავშირებული, ბიძა ჩემი იყო რაიონული გაზეთის რედაქტორი სოხუმში. და ვიღაცას მოუნდა მისი ადგილი, როგორ გააკეთეს ახლა ის არ იყო დისიდენტი, ჩვეულებრივი მოქალაქე იყო საბჭოთა. აი დიდი ასოებით რომ მიდის ცენტრალური კომიტეტის პირველ-მეორე გვერდზე. აი ყველაზე დიდი ასო ამოიღეს და ეს ცენტრალური გახდა უბრალოდ ცენზურო სიტყვა, ხომ ამას ვეღარ გავიგებთ და საწყალი მოხსნეს. ანუ ძალიან ადვილად მანიპულირებდნენ ეს ადამიანები. კიდევ ერთი რამ მინდა თქვა, როსტომი სიღრმეში რომ მიდიხარ წიგნის, მე ამბობს ასეთ რამეს, რომ ცენზორზე უფრო ცენზორები. ესენი იყვნენ ადამიანები და ეს ადამიანები ეხლაც არიან სამწუხაროდ, რომლებსაც უნდათ რომ ასიამოვნონ, რა ვიცი, უფროსობას თუ რა ვიცი, მენდლებიან ხალხს თუ არ ვიცი რა ხდება, ფაქტია რომ ისინი აჭარბებენ ამ ყველაფერში, ჯერ ხო ისედაც საშინელებაა ეს ყველაფერი და აჭარბებენ ამაში აუცილებლად. მე ძალიან კარგად მახსოვს აი ის ჩურჩული, ჩვენ ხო ჩურჩულის ეპოქა გავიარეთ და ძალიან კარგად მახსოვს როგორ გადასცემდნენ ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომ თამას ჩხენკელმა გააპარა გრიგოლ რობაქიძის სახელი თავის შესანიშნავ წიგნში და გრიგოლ კავკასიელი მისი ერთ-ერთი ესე იგი ფსევდონიმი გამოვიდა. მე აგრეთვე ძალიან კარგად მახსოვს უნივერსიტეტის ეზოში როგორ კითხულობდნენ ჯგუფურად ბაღში ილია თავაძის წერილს. ვინ იყო გრიგოლ რობაქიძე? ახლა რო გიყურებ თვალწინ მიდგას ის გვერდი კომუნისტის ვებერთელა და როგორი ჩაფიქრებული, როგორი ბრძოლა მიდიოდა ჩვენს ცნობიერებაში. იმიტომ რომ სამწუხაროდ ყველას არ ყავდა გვერდით ოთარ ჩხეიძე. ოთარ ჩხეიძე იყო ისეთი გზამკვლევი და ისეთი რაღაცა ორიენტირი, არაჩვეულებრივი, რომ როსტომისთვის ეს პერიოდი სრულიად უმტკივნეულოდ ჩაიარა ამ პერიოდმა და ჩვენ კიდევ ბევრი ტკივილი გამოვიარეთ, ბევრი შეცდომა, ბევრ რაღაცას დავეჯახეთ არასწორად
ბევრმა რამემ ინტუიციამ გვიკარნახა, რომ ასე კი არა, ასე და ყველაფერი არ გამოდგა, რა თქმა უნდა, მართლა. ნუ ეს ქვეყანა ჩემთვის, აი ქვეყანა ეგრეთ წოდებული ჩვენი საბჭოთა კავშირი, ჩემთვის პირველ რიგში არის საშინელი თავისი ტყუილით, ტყუილზე იდგა ეს ქვეყანა. და ეს ისე ყავდათ და ისე იყო დახელოვნებული ხალხი ამაში, რომ არა მარტო ისინი, ვინც მატყუარა ტექსტებს წერდნენ, არამედ ისინი, ვინც კითხულობდნენ, არაჩვეულებრივად ერკვეოდნენ ქვეტექსტებში. ამიტომ მე არ მგონია მსოფლიოში დღეს იყოს ისეთი გამოცდილი მკითხველი ქვეტექსტებისა, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ნასაბჭოთა კავშირალი ადამიანებია. ლადო ასათიანთან მინდა შეჩერდე აი ამ ადგილას ერთი წამით, იმიტომ რომ აქ იყო საუბარი იმაზე, რომ როსტომი ალბათ უკვე წერს რაღაცას და მე ნამდვილად მეჩვენება, რომ შემდეგი ბიოგრაფიული რომანი იქნება ლადო ასათიანს. მიუხედავად იმისა, რომ გალაქტიონის სადმე მიძღვნილ რომანში იყო ბევრი რაღაცა, ხო? ბევრი რაღაცა როგორც ჩანს დარჩა კიდევ უთქმელი და ეს იქნება რა თქმა უნდა ძალიან კარგი. აი შეფასებებია ჩვენი მთავარი. ჩვენ როგორ გამოვაქციეთ იქიდან სულიერად. გრიგოლ კავკასიელიდან ახლა პაატას ხედავ აგერ ნაცვლიშვილს, ესე იგი მაჩაბელამდე, აკროსებით რო გამოხატე მაჩაბლის, გიორგი მაჩაბლის. ესე იგი აი ესე გამოდის გრიგოლ კავკასიელიდან გიორგი მაჩაბლამდე, რომ იკუმშება ეს გვარი აუცილებლად, ხო? ასე რომ ესე იგი ჩვენ ვართ მრავალჭირ გამოვლილი მკითხველებიც და წერილებიც და ხანდახან რომ დაფიქრდები რეზუჩეიშვილის რაღაც ხანდახან რაღაც საერთოდ აბსურდულ სამყაროს ქმნის, აი რაღაცა ფოიერვერკულად, არაჩვეულებრივად. მე მგონი ის უბრალოდ იყო კარგი მსმენელი, არაჩვეულებრივი და მხედველიც, იმიტომ რომ გარშემო სულ ეს აბსურდი ტრიალებდა და ამ აბსურდში მან არაჩვეულებრივად გაიკვალა გზა და აჩვენა ეს ქვეყანა, გამოიყენა ისეთი მეტაფორები, გამოიყენა ისეთი საშუალებები მხატვრული, რომ აი დღეს ერთმანეთს რო ეტყვის ორი ადამიანი, რა თუნდა ამას ორი სათაურიო, ხო, არა? აი რაღაცა ესეთი, ხო? აი ასეთი ფრაზები. ესე იგი უკვე არის ნიშანი იმისა, რომ ორი ერთნაირი ადამიანი, ერთნაირი იუმორისა და განცდის მქონე ადამიანი ესაუბრება ერთმანეთს. არსებობს ასეთი გამოთქმა, თქვენ ყველამ შესანიშნავად იცით ეს, რომ მონა უნდა გამოდევნოს საკუთარი თავიდან წვეთ-წვეთობით. ეს საკმაოდ რთული პროცესი ყოფილა, ძალიან რთული პროცესი ყოფილა, იმიტომ რომ ადვილი არ არის ეს. ადვილი არ არის. აი მე მინდა ჩემი ძალიან დიდი რაღაცა აი მხარდაჭერა, მოწონება, აღტაცება გნებავთ გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, ვინც ეს შეძლო. და აქ დროს არ აქვს მნიშვნელობა. შეიძლება იყოს 60 წლის და მაშინ შეძლო ეს. შეიძლება იყოს 25 წლის და ეს ხო უკეთესია, რა თქმა უნდა. რაც შეეხება ამ წიგნის აი იყო შესანიშნავად საუბრა ნანამ რომ ესე იგი თითეული თავიო შეიძლებაო დისერტანტმა გამოიყენოსო თავისი თემისთვის. აი ნახეთ, აი რამდენიმე ამოვიწერე მხოლოდ, აი მაგალითად ეს. ეხლავე აი მაგალითად ეს. ცენზურული ხანა. ჩეკისტური კრიტიკა. ყველაფერი გასაგებია, ხო, არა? აფხაზეთი პოლიტიკური ნაღმი, პოლიტიკური ესეისტიკა, ბოლშევიზმის საზარელი ბუნება, თავლითის ცერბერები, აი რომელი გინდათ, რომ დაჯდე, კარგად ჩახედულა ამ მასალაში ადამიანმა და ესე იგი ეს ყველაფერი ნახო და ბოლოს თუ არ გამიგრძელდა ძალიან სიტყვა, იტყვიერთ ამას, რომ ამ შენობასთან, აი სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, პირადად ჩემთვის და აქ ჩემს რამდენიმე მეგობარს ვხედავ, ჩვენ რაღაცნაირად გავიარეთ ეს. მე მგონი მთელი შეგნებით არა, მაგრამ მაინც გავიარეთ რაღაც ეს ხანა და რა ხანა იყო ახლა ეს ასეთი ეს როსტოვის მოუქცია და აპატიე ხო. ესე იგი რა ხანა იყო ეს და აქ აი ამ დარბაზში
გაკეთდა დიდი ხნის პაუზის შემდეგ დიდი გამოფენა მიხეილ ჯავახიშვილს. და აქ ქალბატონმა ქეთევან ჯავახიშვილმა მოიტანა რაღაცა ესე უჭით, ხო? სალფეტკში შეგვიძლია. ხელსაწყოებში. ეს ყოფილა ტყვიები, რომელიც ესე იგი ფაღავალსგან აუღია მიხეილ ჯავახიშვილს. ეს იყო ჩვენთვის შოკი. აქ ამ კედლებში ოღონ ცოტა სხვა ოთახში პირველად წაგვაკითხა ცხოვრებულმა მურამ ვანიძემ ჩვენ კოლაუ ნადირაძის წიგნი, ლექსი. აქ წაგვაკითხეს ჩვენ იროდიონ ევდოშვილის წერილი სანდრო შამშიაშვილს, რომ იროდიონ ევდოშვილი უარს ამბობს მარქსისტულ პარტიასთან ყოველგვარ თანამშრომლობაზე, რადგან მან უკვე იცის, რომ მარქსისტებმა ჩაიდინეს ის, რაც ჩაიდინეს, ხო? აი კიდევ ერთხელ დასტური იმისა, რომ ეს დაწესებულება, სხვა დაწესებულებებიც მაინც მიდიოდა პროცესი გამონთავისუფლების ადამიანისგან. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ არ ყოფილა მაინც და მაინც ეს პროცესი, რომ იტყვიან საყოველთაო ძალიან, იმიტომ რომ ადამიანებს ურჩევნიათ ყოფნა თავისთვის ინიციატივის გარეშე, როგორც ილიანობდა თვითმოქმედების გარეშე, როგორც სიტყვა არაჩვეულებრივი. ამიტომ მათ ურჩევნიათ, რომ სხვაგან გადაწყვიტოს მათი ბედი ყველანაირად, რაც რა თქმა უნდა არ არის სწორი. აი მომავალი მკვლევარი, რომელიც ხელში აიღებს როსტოვის ამ წიგნს, ის ძალიან მადლიერი იქნება. გონიერი ადამიანი, იმიტომ რომ ჯერ რამდენი რამე არის თავმოყრილი ერთ წიგნში, ამას ხო ყველაფერს ძებნა უნდა, ხო? და როგორ გამოიყენებს, უკვე მასზე კიდეაო, როგორც იტყვიან. მე მინდა კიდევ ერთხელ უსურვო როსტომს ყველა მისი ჩანაფიქრის განხორციელება ბოლომდე და იმ ბოლომდის იქითაც იქნება რაღაცები აუცილებელი. ამიტომ როგორც მკითხველმა, მადლიერმა მინდა რომ მადლობა უთხრა მას ამისთვის. 20 წლების დასაწყისში გამოქვეყნდა ვახტანგ ქოთეთიშვილის წიგნაკი უოლტ უიტმენზე. უოლტ უიტმენი პროლეტარიატის პოეტი. აი ასეთი. და წაიკითხავდი, გული გწნებოდა, ბევრ რამეზე ხო სად ვახტანგ ქოთეთიშვილი და სად არ იყო ეს ვახტანგ ქოთეთიშვილი, მაგრამ ფიქრობდით, რომ იზოლებული იყო, რომ ასე ბუნებრივი ასე დაეწერა. მე ნონამ აღმოაჩინა მისი დედანი ამ წიგნისა, ეს არის სრულიად სხვა. გეგონებათ ორი სხვადასხვა ლიტერატურის დაწერილი. რაღაც ცალკეული ადგილები ემთხვევა. თუ გადააკეთებინეს, გააუბედურებინეს და ისე გამოვიდა იმ სახით გამოვიდა. კიდევ რა იყო? წერილი თავის დროზე ცისფერყანწელებზე წერს და პორტრეტებია ყველასი მოკლედ ვახტანგ ქოთეთიშვილს იწყებს გრიგოლ რობაქიძე. უშუალოდ ცისფერყანწელი არ ყოფილა, ყველა მიცოდა რომ მეთაური იყო და მათი მეთაურიო და იწყებს. ამოღებულია გრიგოლ რობაქიძის დახასიათება ამოღებულია და მე უწერია რომ მათიო მეთაურიო განსხვავდებაო სტილისტიკით სხვებისგან. და მეთაური გამოდის პაოლოიაშვილი, რობაქიძე როა ჩამოცირებული, მე თავში არის პაოლო და გამოდის რომ პაოლოზე ამბობს ამას ვახტანგ ქოთეთიშვილი, ამას ამბობს გრიგოლ რობაქიძე. თავდაპირველად ასეთი რაღაცები უამრავი იყო გაბედებული. ხარია ადამიანს რომ მაინც ახერხებდნენ და ამ აბსურდში მაინც ხანდახან გააპარებდნენ და გაიმარჯვებდა ეს თავისუფალი აზრი და მართალია მე რესჭირდება, მაგრამ მან უკვე დაიბეჭდებოდა ხოლმე და რაცა თითოეულ იმ გამარჯვებას ჩვენ საკუთარ გამარჯვებად აღვიქვამთ, როცა ამას ვისმენთ, ვიგებთ, ვკითხულობთ და დღეს აქ არაერთხელ ითქვა, რომ დღესაც და აი დღესაც რამდენად აქტუალურია ეს საკითხი, დღეს აქ ჩვენს ერთ-ერთ დამწრეს ახალგაზრდა ადამიანს მოვსმინოთ და იმათომო შემდეგ ეგასაუბროთ. მოგესალმებით ყველას, მშვიდობის, არ შემეძლო არ გამოსულიყავი დღეს და თქვენთვის არ მომეყოლა ეს პატარა ძალიან სასიხარულო ამბავი. რა თქმა უნდა, ჯობდა თავად გიორგი სავანელი ყოფილიყო აქ და მას თავად მოეყოლა ეს ყველაფერი, მაგრამ საპატიო მიზეზის გამო მან ვერ შეძლო მოსვლა. მე რა თქმა უნდა ამ წიგნის შინაარსში არ ვაპირებ შესვლას, ძალიან საინტერესო ისაუბრეს აქ პატივცემულებმა.
ვფიქრობ, რომ ძალიან დროული რამ არის და ძალიან საჭირო ამასაც გაესვა ხაზი. როსტომის შემოქმედება გარდა თავისი მაღალმხატვრული ღირებულებების გარდა მოგეხსენებათ, რომ ძალიან საგანმანათლებლო ხასიათსაც ატარებს. ბატონი როსტომის ასე ვთქვათ რომანებზე დაყრდნობით არაერთი პიესაც შეიქმნა და დაიდგა ბოლო პერიოდში და ეხლა უკვე თლად ასე ვთქვათ ეს არაჩვეულებრივი გამოცემა უკვე შედის სასწავლო პროგრამაში. ერთი წლის წინ კავკასიის უნივერსიტეტმა ძალიან თხოვა, რომ ამერიკაში მიღებული გამოცდილება ახალი სასწავლო ჩარჩო გეგმები გვაქვს, რომლითაც 3 წლიანი ბაკალავრიატი და 1 წლიანი მაგისტრატურები დაუშვეს, ესე იგი კიდევ უფრო დაუახლოვდით ამერიკულ განათლების სისტემას ტექნიკურად, მოდით ესე ვთქვათ. და აქედან გამომდინარე ძალიან ხო, ძალიან უნდათ, რომ ახალი 3 წლიანი ბაკალავრის პროგრამა შექმნილიყო და მე ჩამარდა ეს საქმე. გარკვეული მოკვლევის შემდეგ პროგრამას ერქმევა ციფრული კომუნიკაციები და მედია ხელოვნება. აქედან გამომდინარე ეს არის ჰოლისტური ძალიან როგორ ვთქვა, ძალიან დიდი წარმატებით სარგებლობს უკვე საზღვარგარეთ და ჩვენც გვინდა რომ აქ დაინერგოს. ჩვენ ვაპირებთ რომ დღეს მოგეხსენებათ როგორ ციფრული სამყარო ძალიან ვითარდება, ახალგაზრდები სულ უფრო და უფრო ეტანებიან ამ სფეროებს და ძალიან ბევრი რაღაცა გვერდზე რჩება. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ რომ ციფრული კომუნიკაციების და უნარების აღჭურვით და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებით მივიღოთ ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი. 16 საგანი შეიქმნა ამ პროგრამისთვის და ერთ-ერთი საგანი პოლიკულტურა და პოლიტიკა, რომელიც გიორგი სავანელი ვახსენე უკვე დიდი ხანია აქვს, ასე ვთქვათ, იდეა რომ ეს საგანი შეიქმნას და სადღაც გაეშვას, ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ამ პროგრამაში ჩართულიყო. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ახალი საგნის შექმნა საერთოდ, 16 საგანი შეიქმნა და როცა გადავანაწილეთ და დაიწყო უკვე გუნდი, ძალიან კარგი გუნდი შეიკრიბა და დაიწყო გუნდმა მუშაობა სხვადასხვა საგნებზე. ახლა მე მართალია პროგრამის ხელმძღვანელი ყველაფერში ჩართულია, მაგრამ ძალიან დიდი დრო ვეღარ დაუთმე სადითაო და რო შემოვიდა სილაბუსი უკვე მზად და სადაც უკვე მე აქტიურად უნდა ჩართულიყავი და რო გადავხედე ხა როცა ახალი საგანი იქნება ძალიან რთულია, იმიტომ რომ მას ჭირდება სახელმძღვანელო და სახელმძღვანელო არის ერთ-ერთი განსაზღვრელი, ასე ვთქვათ, რამ რაც შეიძლება აქ საკრედიტაციო კომისიამ დაგიწუნოს მთლიანად საგანი. და რო ჩავყევი სავალდებულო ლიტერატურას და დავინახე ბატონ როსტომის აი ამ წიგნის სათაური და სახელი და გვარი, მე არ მინდა რაღაც ტრაბახი, მაგრამ შეიძლება თავი მოვიაზრო როსტომის შემოქმედების რაღაც ვიცნობ ხარ. კი, ყველად ნამდვილად შემიძლია შეიძლება ყველაფერი ზედმიწევნით არ გქონდეს წაკითხული, მაგრამ გადაკითხული მაინც და ყველა წიგნი ვიცი, სათაურით მაინც მახსოვს ყველა წიგნი და ეს სათაური რომ დავინახე არ მეცნო და სასწრაფოდ ასეთი სახელდახელოდ როსტომის კუთხე აქვს ბიბლიოთეკაში და გადავხედა ყველა კი თუ რამე აქ არ არის და აი არ მოჩნდა რომ მე სადაც სხვა საკითხებით ვიყავი დაკავებული, გიორგი მაიღო, აი ამას დაეხმო მთლიანად ამ წიგნს და ამ წიგნზე დაყრდნობით შეიქმნა უკვე სრულად ეს საგანი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია კულტურის და პოლიტიკის ურთიერთობის საკითხებს, ცენზურას, თვითცენზურას, დიალექტიკის და ძალიან მეტად ესეთი სოციოპოლიტიკურ საკითხებს შეისწავლის და ასწავლის სტუდენტებს და რა თქმა უნდა აი ამ საგნის ხელშემალი იქნება ეს არაჩვეულებრივი გამოცემა. ბატონ როსტომმა უკვე გადმოგცა ეს წიგნი უკვე ამშვენებს კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას და
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ძალიან მიხარია, რომ ეს უკვე ამითი ისწავლიან და ეს იქნება სახელმძღვანელო და გზამკვლევი ახალგაზრდებისთვის. მე მაინც ისეთ თაობას წარმოვადგენ, რომელიც მოსმენით ის ასე თუ ჩვენთვის ბევრი დავუშვათ რაღაც დეტალი ნაცნობია. თავად ახლა ბატონ როსტომისგან არაერთ წიგნის პრეზენტაციაზე მომისმენია სხვადასხვა საკითხები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქალბატონი ნინო თავად წიგნის ბოლოში ახსენებს, რომ აი ეს ერთად შეკრული, ერთად თავმოყრილი, ასე მწყობრად ეს არის უკვე სერიოზული ინსტრუმენტი, ეს დავარქვათ, რომ აი ახალგაზრდები, რომლებიც და ისე დღეს სხვათა შორის ძალიან სააკრედიტაციო სამსახური ძალიან უცნაურად იქცევა ბოლო პერიოდში, ძალიან რთული კანონები იქნა მიღებული, აი ოჯახის წმინდის კანონი რომ დაარქვეს, მთელი მუხლები არის იქ, რომ არამც თუ საგანი, არამც თუ ფაკულტეტი, რაღაც პატარა რამით თუ პროპაგანდაში ჩაგითვალეს ან აგიტაციაში მთლიანად სასწავლებელს შეუძლიათ გაუმქმონ აკრედიტაცია. ძალიან რთულ ვითარებაში შევდივართ. დიდი მსჯელობები მოყვა, რომ ამ საგანმა ასე ვთქვათ არ გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები არ შეუქმნას ამ პროგრამას, მაგრამ მეც არ წავედი კომპრომისზე, ჩემზე მდგომ ადამიანებიც გაგვიმართლა და ძალიან შეგნებული ადამიანები აღმოჩნდნენ და მოკლედ გადავწყვიტეთ, რომ ისეთ რთულ ვითარებაში, როგორიც ჩვენ უკვე შევედით, მე ვფიქრობ, აი ამ კანონებით იქნება თუ სხვა კიდე ხელისუფლების საქციელებით, არ ვიცი, ამაზე დროული რა შეიძლება იყოს და მე არა ვარ წინააღმდეგი, რომ ეს საგანი სხვა უნივერსიტეტებმაც გაიტანონ და ამა თუ იმ პროგრამაში. ასე რომ რაც გილოცავთ, რომ ძალიან დიდი მადლობა კიდევ ასეთი მოღვაწეობისთვის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კიდე ძალიან ბევრი ახალგაზრდის, როგორც ითქვა უკვე, შემოქმედების წყარო გახდება და ძალიან ბევრი კვლევის და ნამუშევრის შემოქმედების წყარო გახდება ეს წიგნი. ძალიან დიდი მადლობა. მე არის მართლაც ეს ინფორმაცია, რომ ახალგამოცემული წიგნი აი ესე უცებ უკვე სასწავლო პროგრამა როგორ მოსვა არ არის თქვენი ბრალო არ იცოდეთ წიგნი რომ გამოსული იყო, სულ ახალი გამოსულია და ჯერ კიდევ ალბათ საზოგადოება არც კი იცის. და მოგილოცებთ ჯერ ერთ მოგილოცავთ ჯანმრთელობას, რომელსაც არ მინახი ხარჯმერებს. მე მინდა ასე ცოტა იუმორით მივუდგე ამ საკითხს, და ბევრი იყო ის, რასაც ახლა იუმორით ვიხსენებდით. მე მგონი იუმორის თემა არ იყო გარკვეული ხნის წინათ, მაგრამ ახლა შეგვიძლია ესე გავიხსენოთ უამრავი ისტორია ეთქვა, რომელიც ტრაგედიაა საერთოდ. ტრაგედია იყო იმ პერიოდის წერლობისთვის, ლიტერატურისთვის, საერთოდ ცხოვრებისთვის, მაგრამ აქ წარმოდგენილი იქნა როგორც ესე ვთქვათ, ცოტა იუმორისტული კუთხით ეს მონოლოგი. დღეს ასე ჩანს. დღეს ასე ჩანს. არა და რამდენი ეპიზოდი იყო, რომელიც წმინდად კურიოზია, ესე ვთქვათ, მაგრამ ტრაგედია იყო თავის დროის. მე ასე მინდა ვთქვა, რამდენიმე კუთხით მინდა მივუდგე როსტამის შემოქმედებას, იმიტომ რომ წიგნი წაკითხული არ მაქვს, მაგრამ იმედი მაქვს სადღაც იქნება და აუცილებლად შევიძე და მინდა დავიწყო პირველი როგორც მათემატიკოსმა და ვთქვა, გასაოცარია როსტომ. აბები რას მეუცია ეს თუ მეშლება. ეს არის 117. 117. დიდი განსხვავება არ არის 117 შორის, მალე იქნება სიმბოლური, მაგრამ მალე იქნება 120-ის დაწინებული რამაში. და ერთი არსებობს მათემატიკაში არის რაოდენობრივის თვისობრივში გადასვლის მომენტი და კანონი და ეს ამ თვისობრივს ქვია პროფესიონალიზმი. ეს არის ის, რაც ძალიან ბევრ ქართულ ადამიანს აქვია. პროფესიონალიზმი ადამიანი მუდმივად მუშაობს და ის აღწევს აი ამ შედეგებს. მეორე როგორც ადამიანი, რომელიც ქართულ ეკონომიკაში, ეკონომიკურ ესე ვთქვათ, პროცესებში მონაწილეობდი, რეფორმებში და ასე შემდეგ, მინდა ვთქვა, რომ პატარა ქვეყანა რო არ იყოს ეს ქვეყანა, 120 და 117 წიგნი დაწერილი. როსტომი უნდა იყოს დღეს, აი როგორც ჰემინგუეი ვახსენეთ დღეს, კიევზე უნდა გავდეს თავისი იახტა და ამ იახტიდან იახტა ბაკლიო მარტო. იახტა მარტო. ამ იახტას უნდა კონდეს კარგი არჩევნობა და ამ არჩევნებს უნდა
სარგებლობდეს და უნდა ესე ვთქვათ ერთობოდეს. მაგრამ საქართველოს პატარა ქვეყანაა. სამწუხაროდ პატარა ქვეყანაა და შემოქმედი რომელიც ამდენ შრომობს, ამდენ საკეთებს და მე შემიძლია ვთქვა ძალიან საინტერესო მე ამ წიგნის ელექტრონულ ვერსიასაც ვთქვი ბატონ როსტომს, იმიტომ რომ ფიქრობ რომ ხელით რო ავწერო მე და ხელით რო ესე ვთქვათ იქიდან რაღაც დამჭირდება რაღაცები რომელსაც აუცილებლად მინდა რომ გამოვაქვეყნო და გამოვიყენო. და ეს კილოში რომ იახტარა გავს როსტომის აი ამ პატარა ქვეყნის სამწუხაროდ იახტა შეველები დამსახურება. მესამე საკითხი რომელსაც ესე შევხედავ როგორია ხარისხია ლიტერატურის მე ხლა როსტომის ყველა იმ წერილს ვკითხულობ რომელსაც სოციოლოგიის სოციოლოგიაში აკვირნებს ეს არის მაღალი ხარისხი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ის არის როგორც ტრადიციონალის როგორც ქართულ ტრადიციას პატივცემ ვიტყვი რომ ეს არის გამგზელებელი დიდი მამის დიდი შემოქმედის ღირსეული გამგზელებელი მისი შემოქმედების და ძალიან საინტერესოა ეს ყველა და კიდევ ერთი როგორც ესე ვთქვათ ლიტერატურის მოყვარული და კაცი რომელსაც ლიტერატურა ძალიან მიყვარს მინდა ვთქვა რომ ეს არის ის ლიტერატურა მე ამ წიგნს აი ნამდვილად რაც აქ საუბარი შედგა რაზეც იყო საუბარი ეს არის ძალიან საინტერესო ეს არის ძალიან საინტერესო რამ რომელსაც წავიკითხავ დარწმუნებული ვარ რომ ერთი ღამე მეყოფა ალბათ ამის საკითხად რომელსაც ძალიან სკანდალიანი მოჩანს და ბოლოს როგორც პოლიტიკოსი კი არ არსებობს ყოფილი და არ არსებობს მოქმედი და ასე შემდეგ. ვიტყვი რომ ეს ძალიან დროულია. თქვენ არ გიჟდეთ ხალხო. და ბევრმა გამოსულა აღნიშნა რომ ეს არის ძალიან დროული წიგნი. ცენზურა ყოველთვის არსებობდა და ეხლაც არსებობს. არსებობს ის პრობლემა, რომელიც ადამიანის შემოქმედი გამოხატვასთან დაკავშირებული პრობლემები არსებობდა და არსებობს დღესაც. მეტ ნაკლები ოდენობით. დღეს რაც ხდება პოლიტიკაში სამწუხაროდ არ მიუთითებს ახლა ბატონმა გიორგი გულაშვილმა ახსენა განათლების სამინისტროში და ბევრი სხვა რამებს ხედავ, რომელიც ძალიან სერიოზული პრობლემის ასწრებოდა ძალიან ბევრი პროცესი ქვეყანად და ძალიან ბევრი რამეს ხედავ, რომელიც მიუთითებს იმისკენ რომ წიგნი დროული კი არ არის. აი ბატონი ბზარებდა კავკასიის უნივერსიტეტიდან სასწავლებელია ეს. ეს არის ძალიან ფართო წარმოსადგენის წიგნი. საზოგადოებისთვის რომ ვიცოდეთ რა როგორ იყო და რა ავსდეთ იმ გზას როგორიცაც ვიარეთ და რომელიც იყო ძალიან ბევრი ადამიანის რატო ასათიანი ახსენეს რომელსაც ტრაგედია იყო მისი ცხოვრების ის რაც მოხდა მისი სიცოცხლე დამთავრდა მისი შემოგვიყვებულთან ერთად კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემო როსტომ მოწვევისთვის როგორც წერალი წვირას გადასარევი მე ამაში დარწმუნებული ვარ რომ ეს იქნება ძალიან საინტერესო მე ვიტყვი რომ ამაში იქნება ძალიან ბევრი რამ რომელსაც ძალიან ბევრი რომანი აიგება კიდევ ახალ წარმატებას გისურვებ ჩემო როსტომ აკაკი წერეთები თითქოს გონია რომ ვიცით არა აი ახლა გამოდის 20 ტომეული და აღმოჩნდა რომ უამრავი წერილი არ შევიდა 15 ტომში ზოგი რას თავის დროზე დაბეჭდა აკაკი წერეთებმა მე-20 საუკუნეში აიკრძალა ზოგი მაჩინაც ვერ დაბეჭდა პოემები რელიგიური პოემები ისინი წერილები ზოგი რელიგიური ხასიათის ზოგი პოლიტიკური ხასიათის ვაპირებდი აქ ესენი შემეტანა და მივხვდი რომ ძალიან ბევრია მთელი ნაკადია და ცალკე გადავდებ ეს წიგნი ვერ დამთავრდებოდა ესე რომ გამეგზელებინა და ის კიდე ცალკე ამბებია აი მე-19 საუკუნეში გაიბეჭდებოდა და მე-20-ში რა იკრძალებოდა ან რაც მაშინ არ იყო მით უმეტეს მე-20-ში არ იყო ეს კიდე ცალკე წიგნია და ამიტომ მათ თავი შევიკავე და რაც შეიძლება ამ რაოდენობას წიგნებისა ეს 117-ს თავისი მნიშვნელობა მაშინ 116 წიგნის გამოფენა იყო ჩემი ზემოთ ამ მუზეუმში და მაშინ დათო გალიგაშვილმა მითხრა რომ მოგეცადაო და 117-ს რომ გამოსცემდიო აი ის აგენიშნა რატო ეხლა კონსტანტინე გამსახურდიას რომაინ და დიონისოს ღვინილი კონსტანტინე სავარსამიძე რომ მიმართავს სლანსკი რუსია მაგრამ საერთოდ რუსეთს მიმართავს სლანსკი 117 დამოუკიდებლობა 117 წელი ვიყავით მაშინ ხო დაპყრობილები და
ნიშნის მოგებით რომ სლანსკი დამთავრდა ეს 117-ის მერე გამოძებულები ვართ. მე ზუსტად გამსახურდიას უნდა ეთქვა რომ სლანსკი 70. ეს უკვე კონსტანტინეს ეკონომიკ მოთავდა, მაგრამ ასე მოხდა და ისე რომ აი დღევანდელი დღეს მოდი ესე ჩავთვალოთ. სლანსკი 117. შემდგომ ეს სიმბოლოა. პარტიებისა 70-ზე ჩვენი დღევანდელი სიმბოლოა. გასაუბრებელი გვაქვს ძალიან რუბენ რეალობა. ძალიან გასაუბრებელი და როგორ ვიტყვით წლებს ღმერთმაც რომ აქ შეიძლება მოკლე დროის მონაკვეთი თქვა. სლანსკი აი ეს მონაკვეთი. ცენზურა ლიტერატურაზე არანაკლებ ეხებოდა თეატრსაც, კინოსაც, ეს რა თქმა უნდა ყველაფერს ეს ციგნი ვერ დაემატება, თუმცა მინიშნებები არის. ახლა ბატონ დავით ანდრიაძეს მოვსვი. სანამ ციგზე გადავიდოდი, პატარა მოგონებით მინდა დავით, ყველა თავის სამშობლოზე დავსვდა. მოსეკება ჩემ ციგზეც ამბობ. ახლობით 84 წელიწადს დავინებობა. ცისფერ გალერეაში უნდა მე ვისაუბრე მალაკაში ვარ გარეული როგორც კრიტიკოსი და მაშინ კომისიაში მოიკავეთ თავი და უნდა გავფრინაზე იყო ერთ-ერთი და ჯობრივი ისინი იყო ფერწერა გრაფიკა პეიზაჟები ნატურმორტები და ტრანსფერი მე მოიტანა თავი მან ოთარ ჩხარტიშვილი იყო ასე პატრონი და მოიტანა ესრებული ასამბლეაჟი ეს ასე ვენური სკამი ასე ვენურ სკამზე იყო დაწესებული ისე კოლაჟი მოპარტი დაწერდა და შემოგარი იმაზე პრინტუსე თეთრ პრინტუსე რაც იდემოტაპტანოგე უჩვენ იმასე ნოდარ ჯამბერიძე გახსოვთ ალბათ ხათრის კავშირის სამშვიდობო იყო მერცეკას გამოფილების გამგეობ კულტურის და უნდა წაჭიჭქავდა მაშ მობილურები არ იყო მოგხსენება მოვიდა დივანი მისი და უთხრა ლუქიძე მოდისა რამე ლუქიძე იყო ცეკას დივანი იდეოლოგიის დარგში მოგინო ადამიანებს ხოჩოს ადნეილის არდა კარტონები არ ქონდა ახლა იმისთვისაც მაგრამ მაინც უცებ და ჯამერიძე დაინახა ეს პოსტამენტზე იყო დაიხადა ბიჯაკი და გადაგიდა სკამს და ამით დაამთავრა ეს ამით დამწურა ეს კონფლიქტი ეს ძალიან მოხერხებული და ძალიან ესეთო ესეთ რაღაცები ძებოდნენ ისე დღეს რა მოხდა ეს რა ცენზურა იყო საქართველოში და რაღაც ეს კონფლიქტი იყო მე ხომ მოვიტანე იმ ცენზურის მაგალითი სოციალური გამიხატი მეც რაღაც შეშურიყავი პატრონია რა შეიძლება ახლა ამ წიგს და სხვა შორის ერთი მომენტიც არის რომ ეს მოძეციგზე ეს არის 117 წიგნი რა სლავსკი ამ გამოფენაზე ვიყავ ეს პირველი გამოფენა წელს წიგნების მე მგონი გუშინ სხვადასხვა არ ყოფილა და საერთოდ ვალში ვარ როსტომის და ამ გამოფენაზე მაინც უნდა დავეწერა გამოფენაზე და შეიძლება ამ წიგს ისე და ისე ვერ მივედი ამ წიგნამდე რომელსაც ქვია ხვედრი და რომლის რაც მოიწონეს მე რაღაც პრეტენზიები ვეცეთა ესთან დაკავშირებით მაგრამ ეს მეორე ამბავია მე მგონი არ ყველაფრის დაზე გამოტანა არ ვირდა და ცოტა ეს კრიტიკოსებსაც ამბობდა მოძდაუცია ეს კრიტიკოსებსაც გამოსწია ყველას გვაქვს შეგან ცენზურა ხო და აქ იყო ლაპარაკი იმაზე რომ წიგნი აგებული კონტრაპუნქტული პრინციპით ამაზე ალბათ როსტომს არც ვფიქრია როსტომ იმდენ ამაზე ფიქრობს რომ ეს ყველაფერი თავისით წიგნის სტრუქტურა მისი დასახსვრა მისი სხვაშორის გამოქვეყნა როსტომ დაქმნილებას ბრძანა რომ წიგნის მესათაურები თავისუფლად ლიტერატურა არის ეს წიგნი რომელსაც წაიკითხო თუმცა წავიკითხე დავდაბლობდე მეზობლები რომ და მამარიგებს ხოლმე თავისი ახალ წიგნებით მაგრამ ერთ-ერთი რომელიც გადავდები ხოლმე რაღაცა ეს წიგნი როგორც კი დავიწყე თავიდან ბოლომდე და ყველაზე საინტერესო არის ისე რომ ამ წიგნის კითხვის დროს ვაკეთებდი სილაბუსს ახალი სილაბუსი მომთხოვეს უნივერსიტეტში
მე ვთვლობ ორ კურსს, ეს არის ლიტერატურის სოციოლოგია და ხელოვნების სოციოლოგია. და შევიტან დასაკვირველი ეს იგი, მაგრამ როგორი სიტუაცია იცით? დღეს ცენზურას წერენ ძალიან ბევრს ევროპელი ლიტერატურის ცნობები. განსაკუთრებით გერმანულ ლიტერატურის ცნობებაში არის ესეთი ალეიდაი ასმანი, ცოლხანი არიან, იან ასმანი და ალეიდა ასმანი. ის ქმარის არის ნევროლოგია, მაგრამ ისიც ძალიან ხშირად თანავტორობით გამოსცემენ ამ წიგნებს. აი ბოლო მათით ეს არის წიგნი ერთობლივ ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი ბოლო წიგნი ეს არის ევროპული ცენზურის ისტორია, საერთო ცენზურის ისტორია, კულტურა წარმოქმნილია ცენზურის გარეშე და ამ წიგნს ქვია კანონი და ცენზურა. დღეს როცა ვაპარაკობ ჩვენ იმაზე, რომ საქართველოში ცენზურა აღარ არის და გასაგებია, რომ კანონი აღარ არის, ლიტერატურული კანონი აღარ არის. ეს არის ერთი ასპექტი, მაგრამ ის დანარჩენი ჟანრი, რომლებიც არის აი ამ წიგნში განხილული, ამ წიგნში განხილული ვერც ვიცი, მოყოლილი, მოთხრობილი ლევანასოლა ეს არის ბელეტრისტული ლიტერატურის ცოდნეობა თუ ლიტერატურის ცოდნეობა ბელეტრისტიკა ამ ჟანრის დასუსტებაზე მე და არის რომ გაკარგინოს, მაგრამ დავარიერთი რამეა, რომ ჩვენი წიგნი რომელსაც ხალხი არ გაულა ძალიან ცხადს, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან თეორიული ნაშრომი დაიწეროს იმაზე ცენზურაზე, მაგრამ ისინი რაღაცა დროთა განმავლობაში კიდევ ახალი თეორია მიემატება გოეთეს ან კოსმოსის თეორია არის ნაცისტური ლიტერატურის ტექნოლოგიის როგორც დახვდები ხერხი არის მარათონ დაყოლებული ამ წიგნს ყავი არ გაუვა ძალიან დიდხანს და მე მგონია რომ სინქრო ამ ტომით ამ დიდი ტომით და მე დარწმუნებული ვარ ამაზეც ვაკლავარაკი რომ ამ წიგნს ექნება გაგრძელება შეუძლებელი არ არის გაგრძელება თუნდაც წიგნის გამო რომ არ მარტო იმის გამო რომ ეს ცენზურა დღეს გრძელდება გრძელება თუ არ გრძელდება ამას შეუძლებელი არ აქვს დღეს ცენზურა რომ წოსებას არ იქნება ის ხიბლი კიდევ ის ხიბლი რომელიც ხიბლი თუნდაც ჭყალებში თუნდაც ანტიხიბლი რომელიც აი ამ წიგნში არის კიდევ წარმოქმნილი ეს არის ლიტერატურის ნაწილი ცენზურა ლიტერატურის ნაწილი ცენზურა ლიტერატურული დისკურსის ნაწილი Proszę zamiast apartament, prawo literatury socjologii, ale cenzurowskie absolutnie, na socjologii, dyskusje z eufemizacją. Sensownie gartury polistary, pierwszy jest teoria da, magram da, a jest cygli, czym wybickie psychice pedro, a na składach skondestawcy teorii epistemologii, gagzelebeli, რომელიც სასკული იქნება კიდეც, მაგრამ თავარი დაიდო ამ წიგნის საფით. დაიდო მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორია ცენზურის კონტექსტში. ესაც უმნიშვნელოვანესი კონტექსტი, რომლის გარშეც ქართული ლიტერატურის წარმოქმნა უბრალოდ არაცნობილი იქნება, არამედ უბრალოდ შეუძლებელი იქნება. და ძალიან ბევრი ეგრევე რასკული აქვს ალაბარებო, მაგრამ ამიტომ კატეგორიულად და მიულოცნოს თუ სესიაა და ერთი მომენტი კიდე როცა ვიკითხეს ვაშუციკს ახლავს იმიტომ რომ არის მინუსად შვენიერი ბოლო სიტუაცია და როსტომის ორი წიგნის ბოლო სიტუაცია მაგდა ვიქენ დამცი ამ წიგნის მე მომეწერა აი მეც და მინუსო დიდი მადლობა და როსტომის თავარი ჩემთვის რა იყო რაც ნეხს გაუძლო, რა საზარებს ნეხს გაუძლო ქართულმა წერილობამ. ეს იყო წარმოუდგენელი გმირობა. და არის უბრალოდ როგორ არ თქვა იმ ადამიანებზე, ჩიტივე კი, ვინც ცდილობს დააკნინოს ქართული წერილობის როლი. რუსეთს მეტი აღმოაჩნდა რომ გამოუცემელი და დაუბრიშდა. ისინი მეტი არიან, შეიძლება მეტი აღმოაჩნდებოდა. მაგრამ ხარისხობრივი ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მოსაუბრე და კაცილებით მძიმე დღეში ვიყავით. რუსები ჩვენ დღეში არ ყოფილან და აი მძიმე დღეს როგორ გავაკეთე ეს არის ანარეკლი იმისა მაგრამ ანარეკლში ჩას ის საზარლობა ამ საზარლობას იყო 1000-თავიანი ჰიდრაო ასე უწოდებდა კონსტანტინე გამსახურდია ცენზურას და აი ამაზე ოჯახი ხელისუფლებას ოჯახი უშიშროებას ოჯახი უმძიმესი რეალობა და არის
გამოატარა ქართულმა მწერლობა, გამოატარა სუფთა და შეინარჩუნა სულელების უწყვეტობა და სდეობის უწყვეტობა და ლიტერატურის უწყვეტობა. ეს არის უდიდესი გმირობა და აიგეკნოს ეს ყველაფერი, უნდა არეკნელიყო. როცა დავწერ ეპიზოდებად წერდი და საერთოდ იგივე ბიოგრაფიულ რომანებს როცა ვწერ ხოლმე არ მიყვარს ძალიან მარტივი სიუჟეტი მგონია სტრუქტურა დაბადებიდან რომ დაიწყო. აი ეს ვიცებდა არც შეიძლება და არც მიდევ და ხარშული დავიწყე ხოლმე ხან გადაცვალებიდან ვიცებდა. ეს რაღაცა ქრონოლოგიურად აგდებოდა და არ მიჯდებოდა ჭუაში. არ მიჯდებოდა ქრონოლოგიურად არ მინდოდა და სამყაროები ეპიზოდები და მე დამთავრებულია და რაღაცა გულს მაკლია, რაღაცა ჭირდება, გადალაგება ოღონდ რის მიხედვით გადავალაგო და თავი დროზე იყო ასეთი მწერალი და ძალიან კარგი მწერალი გიორგი შატბერაშვილი, შედევრია მისი მღვდლის მზე, მას ჰქონდა მოფიქრებული მთელი სიუჟეტი და ვერ წერდა ვერაფრით, ვერ აწყო. მოფიქრებული როცა შეიძლება ურჩია, რომ აბა ასე დაალაგეო დილა შუადღე საყავ ასე დაყავ და ორზე და დაწერა ის ვერ მოთხრობა დაიწერა უცი ეს გამახსენდა და სამნაწილად დავყავ დილის მწუხრი შუადღის მწუხრი საღამოს მწუხრი იმიტომ რომ ცენზურაა და სულ მწუხრი დილითაც მწუხრია და აი ამის მიხედვით გადალაგდა უკვე გადაცახილებია შინაგანი საერთოა და ის ქრონოლოგია რაც არ მინდოდა ყოფილიყო ეს ბოლოს მას სახელმწიფოები ხო არ არის და აი ამან გამართლა მე მგონი გამართლა და ეპიზოდები მინდოდა მომეყოლა აი სოციალურად მინდოდა მომეყოლა ის ტექსტოლოგიური რაც არის ხოლმე მაშინაც ვდივარ ხა თვითონ ლევანი ოსტატია ამ საქმეზე ლინგვისტური ნოველები და საჭიროებო ნოველები აქვს და მე მინდა ხოლმე თუ წელ უნდა მოხმი, უნდა საინტერესო უნდა მოსაყოლი უნდა იყოს და არა მარტო ფაქტები ისედაც ცნობილია. აქ ზოგიერთი რამ რასაც ვერჩევის წარი რაც თქვა მაპლუამ წიგნში წერია და სხვაგან არ არის და არაერთი რამე გაფართულად არის. ეს კონდიცია სხვა წიგნებში, მაგრამ ერთად უნდა ყოფილიყო და სხვანაირად გამოჩნდა. სხვანაირად გამოჩნდა ის პანორამა დაიხატა, ის ტრაგიკომიკური პანორამა. ტრაგიკომიკური. თქვი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კითხულობ. ეს რო იყოს ხატრული, უნდა იცინო და იხალისო, ეს რო ხატრული დოკუმენტური, გული უნდა აგიტირდეს და ცხენლები წამოგვივა, სადამდე, რა საზარო, რა დღეშია და როგორ ისრისება მწერლობა და როგორ არათმობს. როგორ არათმობს. აი ეს სურათი არ დგა. ახლა აქ თავშიც ბოლოსიც გახსენებული მაქვს, აქ აბსურდს ვამბობ, აბსურდი სტილისტიკა გეგონება მეთქი, იმიტომ რომ თვითონ ცხოვრება თავაზობს აბსურდი სტილისტიკას. ეშვილი ხალხს გახსენებული, აი ზუსტად მიესადაგება ცენზურის არსებობას, რომ წერლები არიან შეკრებილები, იბრძვიან წერლები და შეიძლება უკეთესი საფლავები ქონდეთ, დანარჩენი უყურებული ყველაფერი საფლავი ქონდეთ, უკეთესი და უნდა გამოვიდეს ბონდო ტერნიკოლაძე, ასეთი კაცი, რომელიც არაჩანს, რომელიც გონი არ არსებობს, მაგრამ რომელიც დიდზე ტრიალებს ყველაფერი, ცენზურა არ არსებობს, მაგრამ არსებობს. ბონდო ტერნიკოლაძეა, რომელიც გამოდის და ამბობს, რომ გუგეჩინიათ მეგობრებო, მიწისზემოთ არავინ არ დარჩებაო, მაგრამ თავარი რა არის რომ საფლავებისთვის ჯანმრთელობით ცნობა მოიტანოთ, განუსაზღვრელი რაოდენობით ქაღალდიო გქონდეთ და თბილი ჯაგრისის უყურეს. საფლავებში თუ თბილი ჯაგრისი არ შეიძლება. ზღვას მიღმა ეს აბსურდი და აი ეს ამბები რაც აქ არის წერილი. არ ეს ზღვას მიღმა სამწუხაროდ და რეზოლუციაში ხატავდნენ რეალობას. გამოგონება არაფრის არ ჭირდება. პირდაპირ ეს არის აბსურდი, შეიძლება იყოს ნატურალიზმი ჩვენთან. ისიც არის აბსურდი სტილისტიკა. ეს ასეთი გამოვიდა ტრაგიკომიკური წიგნი, თავისი აბსურდული ფონი და თავისი ძალიან დიდი ტრაგიზმი და ძალიან დიდი ჰეროიზმი. ეს არის ისე და რაკი ჰეროიზმია, ამით წიგნი დავამთავრე. სტრანსკი აშუქა